გამარჯობათ მოგესალმებით. სახელმწიფოს დაკარგვის საშუალება ნამდვილად არის. რასაც მე ვიძახე ბიბლიაზე დავყენეთ, უკვე ამაზე ალაპარაკდნენ არაბიბლიური ჰუმანიტარები საქართველოში. მე არ ვიცი ისინი რას აეყოლებიან. ხო, ისინი გამოსავალს რა შეეძებენ, მე არ ვიცი, მაგრამ დასკვნები ჩემი როგორც ერთ-ერთი მოაზროვნისა ემთხვევა იმათი და ჩემი დასკვნები. მაგრამ წანამძღვრები, ჩემი დასკვნებს წანამძღვრები იცით საიდან არის ბიბლიური არის. იმათი წანამძღვრები მე არ ვიცი საიდან არის, არ იძახიან და როცა იძახებს სახელმწიფოს დავკარგავთ, ერთისგან მოვისმენე მეორისგან, სწავლულები, პოლიტოლოგები, ფილოსოფოსები, ვინც არის რა საქართველოში. აი მაგალითად კონკრეტულად დემურ გიორხელიძე მაცა თქვა, სახელმწიფოს დავკარგავთ. ამარა ჩვენი მოისმინა და მოიპარა, არ მინდა ესე გავიგო. ჩვენსაც აი გამიშიფრე, რატო დაიკარგება სახელმწიფო? რატო დაიკარგება? ახლა სახელმწიფო იმიტომ კი არ იკარგება, რომ ხალხი შემოვა მანდა. ხალხი შემოსული ამერიკაშია სახელმწიფო, აქ რო ხალხი არის და კანადაში სახელმწიფო არის. აქ ყველა დედამიწიდან ვინც არსებობს, აქ კომუნიტები არის უამრავი. მაგრამ სახელმწიფო დგას. საფრანგეთშიც არის უამრავი არაბები, აზიელები, მაგრამ დგას სახელმწიფო თავისი დროშით და თავისი ენით და ყველაფრით. სახელმწიფოს თუ გონია დემურ გიორხელიძე დაიკარგება მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხალხი შემოდის, ესე იგი ამას ვერ გავყრით ახლა ჩვენ. გამორიცხულია რა, იმიტომ რომ მაშინ ქართველებიც უნდა გამოყაროს სხვა ქვეყნიდან. ესეთი რამე არ გამოვა. დედამიწა კომპაქტურია, არის გლობალიზაცია, ინტეგრაცია და ინტეგრაციაში არის სახელმწიფოები, რომლებიც ინტეგრაციის მომხრე არიან და თავიანთი ძველი კულტურით, ენით ასწავლიან. მაგალითად, კანადაში რომელი ხალხიც არ უნდა შემოვიდეს, ის ინგლისური ენით არის სულ. ინგლისური ენა არის სამუშაო სახელმწიფოს ალაპარაკო ენა, მეორე ენა ფრანგულია, რონინოვანია იცით, ვინც ამას ისწავლის ხომ კარგი თუ არა და რა პრობლემა ერთ-ერთი მაინც უნდა იცოდე. და ეს სურათს არ უშლის ხელს, რომ უამრავი ხალხი, მთელი მსოფლიო კულტურის ხალხი არის აქ და ყველანაირი ენები არის აქ. ხო, თავიანთ ენაზე ყველა ლაპარაკობს, ოჯახში იქნება ეს, ზოგი შეიძლება არც ლაპარაკობს, მაგრამ ოჯახში ყველა მაინც თავთავის ენაზე ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, მაგრად იციან ინგლისური. და უცნაურია და სახელმწიფო რა, ესე იგი სხვა კულტურების შემოსვლით სახელმწიფო კი არ დაინგრევა აქ. აქ უბრალოდ სახელმწიფო ვერ ააშენა აბორიგენებმა და ისინი არიან აბორიგენები მკვიდრი. აქ აბორიგენები ვინც ცხოვრობდა, მათ ვერ ააშენეს სახელმწიფო. შემოსულ ხალხს დაუწყეს დაპირისპირება ფრანგებს, ინგლისელებს, ვერაფერი ვერ გააწყეს და არ დაუხოციათ, დატოვეს და გარკვეული კომპენსაცია აქვს, თქვათ, ტაქსაციას არ აღწევინებენ. ასე არის ავსტრალიაში. ასე არის ამერიკაში. და საქართველოში თუ გონიათ რომ სახელმწიფოს დავკარგავთ, იმიტომ რომ მათ შემოვიდნენ რუსები, უკრაინელები, ფერატკანელები, ძალიან ცდებით. სახელმწიფოს დავკარგავთ, იმიტომ რომ კურსი არ აქვს სწორი სახელმწიფოზე, ეს რელიგია არასწორია, სეკულარული სახელმწიფოს არ ვაშენებთ ჩვენ. ეს არის ნაციონალური სახელმწიფო და ნაციონალური სახელმწიფო დიდხანს ვერ იარსებებს, იმიტომ რომ სხვა ხალხით შემოდის მანდ. ნაციონალური სახელმწიფო არ შეიძლება ჩავიკეტოთ და ვიძახოთ ქართველები ვართ, ქართული ჩვენი გენები, ქართული სიმღერები და ეს ხალხი შემოსული ჩვენ დღეს გამრავლდებიან და იცი რა არის არჩევნებში, დემოკრატიული არჩევნებში უკვე ესენიც განათლდებიან შემოვლენ, შეიძლება ქართული ენით შემოვიდნენ, მაგრამ თქვენ დაკარგოთ სახელმწიფო და უცხო ხალხმა ქართული ენა ისეთ ფანტაზია დაიტოვოს და სახელმწიფო მათ მართოს წარმომავლობით ზანგმა ან თქვათ ინდოელმა, ან ჩინელმა, ან რუსმა, ან ვიღაცამ. ეს გარდაუვალია. და სახელმწიფო რას ქვია და დავკარგავთ? კი, დავკარგავთ ქართულ ენოვან, ქართულ კულტურით. რითით რა დავკარგავთ? ვერ გავცით ამ ქართულ წინაპრებს და სახელმწიფო ინტერნაციონალი ცნებაა ხალხმა. და მან სავალდებულო უნდა იყოს, ვინ შემოდის, კატეგორიულად ყველას უნდა მოთხოვოთ ქართულ ენა უმაღლეს დონეზე ისწავლებოდეს. სულ ყველას. და მნიშვნელობა არ აქვს ახლა ვინ შემოვა მან. აკი გადაკეთებული გვარებით ბევრია პარლამენტში. რა განსხვავება ახლა ზანგი შემოვა, მარტო კანებზე ალაპარაკი. რა ბევრი სომეხი გაქართველებული არიცით? ბევრი ოსი გაქართველებული არიცით? რამდენიც გინდა? მთავრობაში არის აქ ხალხი? რამდენიც გინდა? ხო? თუ ის ახლა ძირძველი ბაგრატიონების თავმავალია რომელიმე ყავლაშვილი. ან კიდე უსუფაშვილი. ან კიდე რომელი თქვა კიდე რა სამადაშვილი. ესენი გვარ გადაკეთებული ხალხია, კავკასიური იმიდან და
საქართველოს სახელმწიფოში არიან საქართველოს სახელმწიფოს მეხოთბენი არიან. ასე რომ სახელმწიფო შენარჩუნებისათვის არ არის მარტო გამსაზღვრელი შენი ქართული წარმომავლობა. მაგ სახელმწიფოში ყველას უფლება უნდა ქონდეს ცხოვრების. როგორც კანადაში ცხოვრობს ყველა და კანადელია და არა ეროვნები წა. მან კიდე სახელმწიფო ქართველი ვარ. ეს რიჩაგრება სხვა ერის წარმომადგენელი მათ. და ჩვენ კითხავს არ უსმებთ. აბა ისინი როგორ გზნობენ თავს საქართველოში აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ქართულს არ სწავლობს არავინ. არ ჭირდებათ. საქართველოს ეკონომიკურ სოციალურ ცხოვრებაში არანაირ მონაწილეობას არ იღებენ. კანადის სახელმწიფო შენობაში მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა მოქალაქე სხვა მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან ჩამოსულები. ეკონომიკაში სულ ყველა, ინდოელი, ჩინელი, ზანგი, ფერატკანიანი, ტანზანიელი, ქართველი, სომეხი, რუსი, სულ ყველა კანადის ბიუჯეტში შეაქვთ თავისი წვლილი. მან არის ესეთი რამე ხალხო. თორე გამოდიან და სახელმწიფოს დავკარგავთ. რა არის მიზეზი ამისი? ეს მითხარი. ჩემთვის გასაგებია მიზეზი მაგის ის არის ქრისტიანობა თქვენ სახელმწიფო დონეზე რო აიყვანეთ და გააქართველეთ. აი მე გიტომ დაკარგავთ სახელმწიფოს. სახელმწიფოს დაკარგავს ერი, რომელიც არასწორად იყენებს ქრისტიანობას. და ეგ ნამდვილად არის. იმებმაც დააფიქსირეს, რომ სახელმწიფოს დაკარგავენ, მაგრამ არ იციან რატომ. იმათ გონიათ სახელმწიფო დაიკარგება, ხალხს თუ გავყრით მანდედან ქართველებს დავტოვებთ, ეს ეროვნულები რო არიან, ეროვნულებს გონიათ, აი ტყის კაცი რო ლაპარაკობს ტყიდან, იმას გონია რომ ეროვნული მთავრობა რომ სახელმწიფო რა ყიღა შეინტყვი. მაშინ წამოდი რა გინდა იმ საფრანგეთში. მოდი რა საქართველოს და ყველა ქართველი დაბრუნდეს საქართველოში და გავყაროთ არა ქართველები. ვნახოთ ერთი რას ააშენებთ. რითველ გავიგეთ სახელმწიფოს ცნება არ არის ნაციონალური რა. არც ერთ სახელმწიფო არ არის ნაციონალური. იაპონიაც კი, ყველაზე ეგეც აღარ არის უკვე. მეთო მეტეს ამერიკა, კანადა, ავსტრალია, რომელსაც მიეტყვით სულ ყველას რო აქ უნდა. აგერ ამერიკაში არ გამოიჩინა თავი სულ ყველა დაღესტანელმა, ქართველმა ჯგუფში. იჩხუბე რა დაღესტანში იჩხუბე საქართველოში მერაბი როა თვალის საწყალი გაუბედურებული. ეს საცოდავებით ყველა ქართველი მაგას ბალეტში გიოდა. ჩემი ქალიშვილიც კი რა. ხო, მაინც ის რაღაცა მუსულმანი და რაღაცა დაღესტანი და მაინც ამით, მაგრამ ნახეთ ამერიკა რა არის რა. ორივე, ერთი ჩაჩანკოლა დაღესტნელი, რომელიც რუსეთის დროშით გამოდის და ერთი გაუბედურებული საქართველოს, ერთ გაუბედურებული ქართველი რა სიცხლებში გაუბედურებული არაფერი რო არ იცის სხვა რა და აი ამერიკა რა გაქანები. ორი კაპიკი მაინც მუჭები და რაღაცა შოუში რაღაცა საზიანოთ, მათ შეულის საზიანოთ, ცემატყება კიდე რა ვიცი რა სასიამოვნო საყურებელია. მე არ მესმის, რამ გამოგვათაყვანა ცივილიზებული მოსახლეობა. თუ აღგზავნეთ რომის, აიკრძალა რომის იმპერიაში გლადიატორობა. ესეც დასახური არა ფულის გულისთვის ერთმანეთი არ უნდა გავალახინოთ ახალგაზრდებს. სხვა რამე ვასწავლოთ, სპორტში დაკავდეს, მაგრამ ესე კაცო ურტყან ერთმანეთს ფეხით, ხელებით, ხელი მოტყდეს ერთს, მეორეს ჩაქცევები ქონდეს, სისხლები ვადინოთ, წარმები გაუხეთქოთ და გაიმარჯვა. და ახლა ვიღაცები ქვეყანა ფულს აკეთებენ და ამ საცოდავებს გადაუყრიან. რატო იმ დაღესტანში არ არის ის უმარავი? და საქართველოში რატო არ იქნებს ეს ფეხებსა და მუჭებს და ფულს რატო არ აძლევს ქართველი მაყურებლები? რა ქართველი მაყურებელი ამერიკის არენაზე ვალიშიკობთ ამას. გვიფიქრე ამაზე? აბატონ, აი ნახეთ ამერიკა. ამიტომ სახელმწიფო კაცო რას ვაშენებთ? ვერავით ვერ განსაზღვრებს. საქართველოს რას აშენებს? მაინტერესებს. სამღვდელო ქვეყანა გინდათ ააშენოთ? დააკარგავთ სახელმწიფოს. მაგრამ არ დაიკარგებით თქვენ. როგორც არა ვართ დაკარგულები ამერიკაში, კანადაში, გერმანიაში, საფრანგეთში ვინ ცხოვრობს? ვართ დაკარგულები? ცხოვრობთ, მუშაობთ, სწავლობთ, ბერდებით, კვედებით, კუნლობთ. თუ გინდათ ტურისტულად ჩადე იმ საერთოდ. თუ გინდათ წადი ცხოვრები ინგლისში, საქართველოში ცხოვრებას. ვინ დაგდებს რომ ძალით ნუ ვიტყვით რომ აი რაღაც იმდენად გრანდიოზული ადამიანები ვართ ჩვენ რომ დაგვდებენ ქართველები. აი რომ ეგრეთ წოდებული ტყისკაცი წადი რა საქართველოში ეროვნული თუ ხარ წადი რა. წადი ხო ხედავი გზანგები რა დღეში აგდებენ ქალებს. ეს ძალით კი არა. თვითონ ეს გოგონებმა რა ქნას ამ საწყლებმა. აი რა ქნას მაგე ამიხსენეთ. არიან რომ ბარებში და კლუბებში. მოთხოვნილება რო აქვს არ დაიკმაყოფილო რა ძალადობას აქვს ადგილი. მან უცხოელი არც ერთი ძალას არ ხმარობს, ეგ არის უცნაური. ძალით მიათრევენ ძალადობას ხმარობს ქართველი. ახლა ვის ყველას უნდა ურთიერთობა
არაძალადობაზე დამყარებული და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ფერატკანიანები იქნება თუ ყვითელკანიანი. რა მნიშვნელობა აქვს ახლა ქართველი 17-18 წლის გოგონასათვის ვინ დაალევინებს იქა და ვინ ასიამოვნებს და ვინ დაუკმაყოფილებს გზნობს და თუ ცოლად წაიყვანს რატო არ წავდება. რა არის აქ მეუღებელი? რა ვიცი მოკლედ გადასარევი ამას ვეღარ შეცვლებს ეს დემურ გიორგელაძე თავის პოდკასტებით ბიჟუტურობს უაზროთ ამ ხელაკაცი ხო რაღაცა ესენს ქმნიან ახლა რაღაც გაერთიანებებს გადახედეთ თუ ეს ყავლგადოსული და ნაპტალინა ხალხი ხალხო შავათა ჩვენი საქმე თუ დემურ გიორგელაძეს ნაირი ხალხის იმედი გაქვთ თქვენ სამშაფათებული ხალხი რა უსმენ ხოლმე მოგისმენიათ კუბალაშვილთან მისი პოდკასტი მეწოდება ეს კაცი რა და ჩაჩანაკდა გაუბედურდა და ძალიან ამაყი არის და აი ცი როგორ და ხმის მარტში იქნება რა უნდა შექმნე ახლა კაი რა არა ეგ პარლამენტი გაქვს და ყველაფერი გაქვს და არიან იქაც ქართველები ზიანი მუცხველები კი არ ზიან პრობლემა ეგ კი არ არის და ეს დემურ გიორგელაძე 73 წლის ასაკში გადაჭრის ყველა პრობლემას საქართველოში. და ნიჭიერი ახალგაზრდები ყავს ამას. მოусმინოს იმ ტაქსი შოფერს, როგორი ახალგაზრდები არიან. ამისთვის ვინ არის ნიჭიერი ახალგაზრდა? მე ვერ გავიგე რა არის ეს გაუთავებელი აი ეს ლიქნელური გამოსვლები და ერთგვარად ქრთამები ვერბალური. აი ნიჭიერი ახალგაზრდა ხარ. რა თუნდა აი ქებადიდება. არაფერი არ ეტყობა ქვეყანას და ვინც ნიჭიერია გარეთ გავიდა. რა მუჭის მოქნების ნიჭი აქვს, ფეხის გაქნების ნიჭი აქვს. თავის და ისე ნიჭი აქვს თუ სხვა არ ნიჭი გარეთ გავიდნენ და მართლაც თავისი ნიჭი გააქანეს და შემოსავალიც აქვს. აი როგორც არის საწყალი მე მძალიშილი ხა. ჩემი შვილების გულისთვის მაინც მინდა და ამას მოეგო რა, იმიტომ რომ ძალიან გულნატკნელი იქნებოდა ჯოშუა, სტეფანია, რო კითხე. ვის ბალეში გოვდი მამი კომენტი დაურეკე ღამე პირველი საათზე და ქართველი ვარ. ის კი არ მითხრა იმას ბალეში ქართველი ვარ. გაგაპასუხი ნათელია ხო? აი სტეფანი. ჯოშუა გახარებული ყო შემოვიდა. მე არ მიყურებია კინოს უყურებდი და მათ ინფორმაციას ლიკა Skype-ზე პარალელზე ჩემთან გადაწახილი რო გვაქვს ხოლმე და იქიდან აი ეს არის ახლა პირველი რაუნდია მეორე რაუნდია მე ფილმს უყურებდი პარალელურად კარგი რაღაც იმას და მაგისთვის ვერ მოიცალე მე ჩანაწერ 10 მინუტი ხა ცემატყების ყურება ხო იცით დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს უკვე მე ადრე ჩემ ახალგაზრდობაში მეც რო ვარჯიშობდი სპარტაკიადაზე გამოდიოდი სასწავლებელში მე სუბუქწონაში კრივი რაღაცა ეგენი ვიცი და ხო აი როგორ ვიყავი და აი ხო მახსოვს ეგ გამოცდილება მოყვარულების ამბავში რა სასწავლებლების ჩემპიონატი და ეს რო არის ახალგაზრდები და ინსტიტუტში კიდე ფეხბურთი და თელი აი ხლა ბიბლიას ესეთი რამე მე სიამოვნებას არ მანიჭებს არ მინდა მაგის ყურება აი როგორი გაილახება ადამიანი როგორ ურტყამენ არაფერი არ მომივა ყურების დროს მაგრამ სიამოვნება არ მაქვს და აზრი ჩემი წინ რომ უცეს ვიძახი ეს რა არის აი რატო უნდა ესწრებოდეს ხალხი ამას აგიჟებდეთ ამას ურტყამენ სისხლი ჩამოდის თავში ხელი დაარტყა იმას ისეთ თავში რაც წარმოიდგენია ხელი რომ მოტყდება ადამიანს თავში იმას რა მოუვა და ვინც ის ამას წინ ელოდება იცი და გარკვეული რაღაცა გძნობა გაგი აი ჩემ შვილს კატეგორიულად არ გაუშვებდი ეგეთ ამას ვერ დავამამდი მაგრამ ეტყოდი რომ არა რა თუ სიყვარული გაქვს ეგეთი რამე არ გიმინდა მაგაში ჯობია აი წადე რა აი ქუჩა დახვეტე რა არ მიგინდა ეგეთი ფულიცი უფრო სწორი აღმოჩნდა ის ხაბიბი რომელიც დაანება ამას თავი მამამისის რო უთხრეს რატომ მიდიხარ დაუმარცხებელი წავიდა ხაბიბა ხო იცით ძალიან ძლიერი მოჭიდავი რო იყო ეს ძალიან ძლიერი ჩემპიონი სტატუსით წავიდა მამამისმა გარდაცვალების წუთა შვილო ძალიან თქო ნუ დაანებე რა თავი ამასო რა გეყოფაო რა აღარ გინდა რა ეს ცერცემატო ვერ უძლებდა მამამის ყურებას მუსულმანი კაცი შეუსრულა ამას პატივისცა მამას და ეს განაცხადა ინტერვიუში მამის ანდერს ასრულებთ ამალაპარებს აღარ მინდაო რა და მწოთნელი და იმაში გადავიდა მიწოთალეს იმაში. ხედე, იმიტომ რომ мама უყურებდა ამას, რომ ეს რა არის კაცო. აი რა არის ხალხი ასიამოვნებს შენ ცემატყები და მეორე ადამიანი უნდა ჩაჩეჩქო. იმანაც უნდა ჩაჩეჩქოს. ორივე ჩეჩქავენ ერთმანეთს. მე ვიღაცას გამარჯვება უნდა მეანიჭო, ვინც მეტად დაიბეგვა, ის დამარცხებულია და ვინც ცოტა ნაკლებად დაიბეგვა, მაგრამ ორივე დაბეგვილია. არ არსებობს ისე, ისეც გირთყავს, შენ სულ თყამ. ის დაგაგდებს, შენს დააგდებ, ხო? და ეს ვეც ქართული მეტკრული საქართველოს ეს და აღესტანელი ამერიკაში აგეთებენ ფულს ესენი I love Georgia I love I say საწყალის რო იძახთ აი
გული მოგიკვდებოდა ისე და ახლა ჩემი შვილის იმისთვის მე საერთოდ არანაირი ეგეთი არ მეცემონებს, მაგრამ გული რა ტკენოდა ჩემ შვილებს გარკვეული დადებითი ემოციები შემეწა, ნუ ჩამოვარდა ჩემი შვილი ჩემთან მე ზემოთ უყურებდა ლევანისთან მეგონა თუ ეზრასთან და მამა ის გაიმარჯვება და მოდი მეთქი და ჩავკოცნე და გახარებულიყო. ამ ბავშვს შეუტანა დადებითი ემოციები, რომელიც საქართველოში არ დაბადებულა. ცნაურია, საიდან არის ეს ძაფები, იცი, აი რო ქართველი. იმას კი არ ვალიშიყოფდნენ. არც პოლიტიკურ მე არანაირად არავინ არ გამიზდია პატრიოტული მოტივები თუ გაინტერესებთ. ჩემი საუბარი პატრიოტული არ მიქადაგები არავისთვის პატრიოტობა, სამშობლოს სიყვარული. ამათ საიდან აქვს ეგ რა უცნაურია ხო? აიდენტიფიკაცია, აი ამიტომ რა თუნდა პატრიოტობას ქადაგება? აი რა თუნდა? შენ კაი ადამიანი მითხარი, როგორი ხარ და ერე ის ტომის წარმომადგენელი რო ხარ, ის მაინც იყივლებს ესა გამიგე და მაინც, მაგრამ რა არის ხლა რა კარგი რა არის, რომ ჩვენ კიდე უკეთესი გავხდეთ, კიდე უფრო უკეთესი ხედავთ. აი საერთოდ რა ხალხი რომელიც არ დაბადებულა იქა და არც პროპაგანდით არიან მოწამლები და მართლა არაფერს არ უყურებენ ქართულს, არც ფილმებს, არაფერს, ხო? უცნაურია ამას როგორ მიყვირს, რატო? მიტომ დაუსვი კითხვა, ვის ბალეში ყო? ხო? ასე კითხვა მე მაგალითად როცა იტყვიან ფეხბურთის ამბავში, ამაში ამინდა ვის გული შემატკირო ფეხბურთს. შეიძლება ეს არ არის სიტყვის თამაში. ვინც კარგ თამაშს მაჩვენებს. ის ვინც მასიამოვნებს. ეგ არ არის გუნდი. აი თამაში მაყოფილი ვარ და თამაშის სიამოვნება მომენიჭება ორივე გუნდმა და ვინ წააგო, ვინ მოიგო, ჩემთვის მეორე პლანზეა რო იცოდეთ, უკვე. ასე არის ამ სპორტში ვერ ვიტყვი ახლა სიამოვნება, ცემატყებაში სიამოვნებას მე ვერ მივიღებ თუ ჩემში აგრესიული არ არის რაიმე და ჩემი აგრესიულის ტოლვების იდენტიფიკაცია მოვახდენ გმირში და ის რო დაბეგვავს იმას მე კათარზის მივიღებ. ხო, თუ არის ჩემში აგრესიული ტოლვები და ჩავდე მერაბ დვალიშვილში. ხო, და დამიბეგვა ის, მაგრამ აი 30 წუთი განვიხტე რა. აღხეთქე ცემაში თელის. არის ფსიქოლოგიური მომენტებიც არის, რო იცოდეთ. და მე აღარ აიდენტიფიცირებას არ ვახდენ მაგაში. ეს ჩემთვის არც ერთში არც იმიტომ თვითონ ეს სპორტის სახეობა ჩემთვის მიმზიდველი არ არის. ეს არ არის ლამაზი. კინოხელოვნებაში კი, კინოხელოვნებაში დადგმული არის ბრუსლი რაღაცის რო იღებენ, იგ ვანდამი, სიგალი. ის კინოხელოვნება, ის ყველაფერი დადგმულია, ჯეკი ჩანი და ისინი. ის ესთეტიკაა და ეგეთ რამე რეალობაში არ არის. ეგ სპეციალურად ქორეოგრაფიული დადგმები არის, მანდ გვითხრეს კიდევაც როგორ აკეთებენ. რა უნდა ამის მას და ოპერატორი მაგრა მუშაობს და ილუზია იქნება იმისა, რომ თითქოს კლავენ, თითქოს სულ ყველაფერი ეს არის დადგმული. და იმიტომ არის ესთეტიკა, ხელოვნება, იდეის ჩვენება, მაგრამ ცხოვრებაში ცემატყება ტიტველი ახალგაზრდების 27 წლის, 20 წლის გახეთქო ცემაში, მე სასიკვდილოდ ცემა სახეში კბილების ჩაყრა, ცხვირის დაჭეჭყილება, მე ამას ფულს სამედიცინო იმებში გაათან აღამებ. რა ვიცი? აი რა ქრისტიანული სპორტი არის. ხო, და სხვა სპორტის სახეობა კიდე ჯანჯახი, კიდე გამაჯანსაღებელი სპორტია, კიდე შეიძლება, მაგრამ აზარტით მაინც უკვე აღარ უყურებ ამას და აი ესენი უცნაურია, რომ გამეათენა რა პატარა აღარ არის ხალია ჩამოყალიბებული ხო, მაგრამ იჭდა რა ძმებთან ერთად და უყურებდა თელი ეშხებით. ბოლომდე მთელი ამ ციკლს განამარტო ამას. ხო იყო მანამდე 10-ზე დაიწყო, სადღაც 2:30-ზე დამთავრდა და ეს გამოვიდა სადღაც პირველ საათზე. ეს ინფორმაცია ტელევიზიაზე რო ვიჯექი მე კომპიუტერთან გადაძახილი თლიკა მათდა ინფორმაციას. მე კინოს უყურებდი, გავაჩერებდი, მეტყო და გავაგზელებდი ფილმს. აბა რომელი რაუნდია? მე-3-ია, მე-4-ია, მე-5-ია და გაიმარჯვეო იმანო და ხო, კარგი გავაგზელე ფილმის ყურება. ხო, და 25 წუთიანი ახლა და ცხვირს როგორ უნაყავენ ადამიანები ერთმანეთს, ჩემთვის არანაირი სასიამოვნო არ არის ეგა და გავეშებული ბრბო ახალისებს ამას და არც კი იცის რა ტკივილები წავა და ხვალ რა ტკივილები ექნება სახეზე მერაბ დვალიშვილის გამიგე, მაგრამ ეს არის სამსახური. ფულს აკეთებს ამით. და ლეგალურია უკვე ეს, არალეგალური გადავიდა ლეგალურში და სულ ესე გაგრძელდა, მალე იცით რაზე წავა ადამიანების ის ფანტაზია არ ჩერდება, ცოდვილი ფანტაზია. უკვე რინგზე დაუშვებენ იმას, რომ მოკალი რა ადამიანი. ახლა ისეთი დაშვებულია ისეთი ხერხები თუ ადრე იყო თავზე დაახურავდნენ რაღაცას, მე ხელზე ხელ და ეხლა ნახევრად შიშველი ხელია, ფეხების დარტყმარი.
ფეხი წარმოიდგინეთ ახლა თავში რო გირტყალმენ იცი და რა ხდება თავში. ხო გარკვეულ ადგილებზე სადღაც შეიძლება იქ დაცული იყოს და ისეთ ადგილზე სასიკვდილო ადგილზე არ უნდა დაარტყა. მაგრამ დარჩენი ყველაფერი გათავისუფლდა ერთ დღეს დაუშვებენ სასიკვდილო ადგილზე დარტყმასაც და თუ ვერ დაიფარავ სასიკვდილო ვერ დაბლოკავ იმ ადგილს მოგდები. რა გონიათ არა გამუდმებული ტყმა ღვიძლის არეში თირკმელში რამოდენ რა თუნდა იმას ძალა ადამიანი ხომ არ არის გაჩენილი მაგისტრის ჩვენ კიდე ყალბი აი ესეთი თანამედროვე ფილოსოფ ჰუმანიზმი აი ადამიანი ზეკაცია ყოველ რა ხალხო კარგით რა კარგი ღირს კი ფულის აღება ცემატყებაში და რომელიც ცოლს მოეწონება რომ თუ ნორმალური ადამიანი ფილმები მინახია ესეთ რომ კატეგორიულად პოლიციაშიდაც კი ფილმები არის ცოლი უნდა დაანებე რა მას თავის სულ დაძაბული ვარო რა ვიცი მოხვალ ცოცხალი რა როცა კრიმინალებთან ის აქვს ქვეყანა არის სადაც კრიმინალები გრიალებს და პოლიციელები დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ კრიმინალებს დაძდევენ მაგრამ პოლიციელი არა იდეით პოლიციელია და ოჯახს რა შექმნის ცოლთან კონფლიქტი გამოწვეული ითიეცი ცოლს უყვარს ხმარი და ეშინია რა არ მოუკლან რა სულ დაძაბულია სულ სტრესშია აგვიანებს ცოცხალია რა და აი ამის ნიადაგზე გაეყრება მე რა და ესე იგი თვით აი სპეციალობა ეს და ეს პოლიცია აუცილებელია სახელმწიფოში მაგრამ სანახაობა თუ რო აქცევ აი ცემატყებას ხო ეს რა ვიცი უკვე საზოგადოება არა ქრისტიანულია რა და თან კიდე აბრალებს საბერძნეთში სხვა რაღაცა იყო ჩემო კარგი ხო იქ სპორტს სხვანაირი დანიშნულება ქონდა და არა ისო ფული შემოსავლის წყარო არ იყო სპორტი ეხლა ეს არის პროფესია ამით ფულს იღებ არაფერი არ გჭირდება კითხვა რო დაუსვეს რუსულ ლიტერატურაზე ლერმონტოვზე კაცმა არ იცოდა ეხლა ლერმონტოვი რა და აცილება მიცა რა ლერმონტოვი რა არც ფილმი არ აქვს ლერმონტოვი აი ბოლო სკოლაში ჯერ ერთი არც ასწავლინდნენ ლერმონტოვს 390-იანში დაბადებული სკოლა სულ ამოტრიალდა ხო სკოლაში თუ ისწავლებოდა რუსული იქ იყო ლერმონტოვის ლექსები და ასევე იყო ჩვენ დროის გმირი ისწავლებოდა და ფილმიც არის გადაღებული ამას არც ფილმი ქონა ნახე მერაბ დვალიშვილის არც ლერმონტოვის იცნობდა და უფრო დამავიწყდა ყველაფერი სკოლაში აცილება მისცა ხედავთ და სადამცალია მაგების აი მთელი უბედურება ისაა რომ როდემდე უნდა იქნიო მუჭები 4-5 წელი და დამთავრდა დაინვალიდები რაღაცა სპეციალობაც გინდა ცოტა სიბერეში რასაპირებ ხო მოხუცდები როცა იქნება მე ეს გიშველეს მუჭების ისა და რამდენი ფილმია მაგაზე გადაღებული აი რამდენი ფილმია სტალონი რო თამაშობს მაგალითად ხო როკი 1-2 ეგ იდეა არ არის აი როგორ არის რა უცებს კრივში მე რა ხდება ხო ნუ მართალია ხელოვნებაში ამას დატვირთვა აქ იდეის წარმოჩენა ეს ფორმა აღებული და არა კრივზია ლაპარაკი მაგრამ ხომ არის რასაკეთებენ ის ადამიანები ვინც ასეთ ტიპებს აჩხუბებენ თვითონ დიდრდებიან და ესენი ოჯახში ტრაგიკულები არიან ცოლთან ურთიერთობა შვილთან ხო და საერთოდ არიან საცურავი ადამიანები ხო ცემა ხოლო იმიტომ რომ აი გაიმარჯვე რა ამერ რო გაიმარჯვე ვისმე შემახსოვრები აი რა რო ეხლა გაიმარჯვე სულ დაგივიწყებენ სულ მალე სამაგერო ტკივილები გექნება მუდამ და ამ დარტყმების შედეგად შეიძლება გაჩნდეს რაღაც ხო და დაიწყოს ისეთი დაავადებები რომ ვერ გიშველის ვერავინ საერთოდ მიგატოვებს ყველა როგორც თედიაშვილი მიატოვა ყველამ საქართველოში კეთილი ჩემოკარგებო ომარ ბატონო თქვენც გიწევთ ახალგაზრდა კაცი ხართ და თქვენც იგივე აზრის ახართ მოგესალმებით გამარჯობა დიახ ბატონო რეზო მე ესე იგი არ მივინახავს ის ვიდეო მაგრამ რაც თქვენ თქვით თქვენგან რაც გავიგე იქიდან გამომდინარე ნუ ყოველ შემთხვევაში ქართველ გოგოებს და ქართველ მანდილოსნებს კლუბებში რაღაცა ზანგები მოკლედ დაყავთ აქ-იქ ზანგებს ეს რაღაც თქმა უნდა გვხვდება მაგრამ ხო ანუ ის თქმა მინდოდა რომ მოვლილი მაქვს ყველა კლუბი და აი მაგ ცხოვრებები ცხოვრობდი საშინელი ცხოვრებით ესე ვიტყვი პირდაპირ იმიტომ რომ რაც ხდება ამ მიწისქვეშა კლუბებში ხო ეს არაფერთან არის არა ვიცი სული ჯოჯოხეთია მართლა რასაც იქ ხედავდი გარდა იმისა რომ აი რასაც ამბობდა ეს კაცი ხო მე არ მინახავს ვიდეო გამეორდები უბრალოდ რაც თქვენგან გავიგე ესე იგი ეს ზანგებზე და უცხოელებს ყავთ ეს ქართველი გოგოებიო რა თქმა უნდა აი ესია მაგრამ ეხლა პროცენტულად რომ ვთქვა ხო ძალიან ბევრი ქართველი ბიჭია
როდესაც იღლიაში 2 და 3 გოგო დაყვება კაცო ეს მარტო ესე არ არის რა ვთქვათ რა ანუ ძალიან ბევრი ქართველი მინახავს და ეგრეც არის და მაგას ვიძახი პირდაპირ რომ ბევრი ქართველიც არის ისეთ კლუბებში არა მარტო უცხოელები პროცენტულად და ისინი უფრო ცოტანი არიან ეგეთი სიტუაცია კი არის ეგ პრობლემა მაგრამ ისი არა რომ რაღაცა არიქა რა ეშველება ქართულ კაცებსო ქართული კაცებიც კარგად დაждდებენ გოგოებს ეგეთი ამბავი იმას მოусმინე თუ ჯერ არა მოусმინე ბატონო მე რა თავიდან ბოლომდე მოусმინე რაც გვეტყვი მოკლედ მოკლედ რომ ვთქვათ ესე იგი მოკლედ რომ ვთქვათ ხო რა შეიძლება ითქვას გარდა იმისა რომ ეწინააღმდეგება თავის თავს საუბარში გულისხმობ იმდენი რაღაც თქვა რომ მე ერთმანეთს შევაჯამოთ ხო სრულიად საწინააღმდეგოა მოკლედ რომ ვთქვათ დაიწყო ზოგადად კათოლიციზმის და მართლმადიდებლობის აღწერით რამდენად როგორ არის დაყოფილი და ასე შემდეგ და ესე იგი ერთ-ერთი მთავარი რაც ნუ ყველაზე ისეთები რაზეც გამახვილდა ჩემი ყურადღება ეს არის რომ მან მიაწერა მან თქვა რომ ის რომ მართლმადიდებლობას თუ ჩვენ არ მოვიშორებთ ვერ მოვიშორდებით რუსეთს მაგრამ აქ თავის საუბარში რა ჩანდა ის რომ განა მართლმადიდებლობაა სატანური რელიგია არამედ რუსეთია პრობლემა თორემ მართლმადიდებლობა კი არ ღვყავს ქართულს რუსეთი ღვყავს ამიტომ თუ ჩვენ არ გვინდა რუსეთი არ უნდა გვინდოდეს მართლმადიდებლობა რა ჩვენ კიდე რას ვიძახით რომ მართლმადიდებლობა სატანური რელიგიაა რომელიც იგივეა დღეს პრავოსლავიაში ხო აქედან გამომდინარე ჩვენ ძირშივე ვიძახით მიზეს რატომ არ გვინდა მართლმადიდებლობა და ალტერნატივასაც ვთავაზობ და ალტერნატივად რომ ვთავაზობ შენ პირობითად იმას რომ წადი ევროპისკენ და თქვა ჯერ პროტესტანტიზმზე რეები ლაპარაკა მე ამისთვის ხომ ეკლესია აუცილებლად შენობა უნდა იყოს და ასე შემდეგ ეს ხო სისულელია რა მე ესე იგი რაღაც მომენტში თქვა რომ 70-იანი წლების ბოლოს აჭარის შემოიერთა რუსეთმაო და ჯერ ესე იგი და ამ შემოერთების დროს ესე იგი მოსახლეობამ გარკვეულმა ნაწილ არისტოკრატებმა მიიღეს მაჰმადიანობაო და გლეხობა დარჩა ესეო და რაღაცაში ხო უნდა ჩამჯდარიყო ანუ რაღაც ხო უნდა მიეღო რაღაც სტატუსი რაღაცა სახელი ხო უნდა დარქმეოდაო ანუ ამისთვის აუცილებლად რაღაც უნდა გერქვას და მაგიტომ გადაწყვიტეს რომ თავი რაც იყო ეს კათოლიციზმიო და კათოლიკებს მიეკუთვნაო რაღაცას ხო უნდა მიეკუთვნაო ანუ ეს მაგას არ წარმოუდგენია რომ ისე იყოს ადამიანი რაღაცას არ ეკუთვნოდეს რა რაც თქვენ თქვით ეს საუბარში რაღაცა მართლა შემაწუხებელი იყო იქ დავინახე რომ მე შევამჩნიე ბერგოგოს ებრანჭებოდა და საერთოდ სხვა მიზეზით იყო იქ მისული ესე ვფიქრობ ხო და რაც შეეხება თვითონ ახლა ამ თემას ადამიანმა ისაუბრა მართლმადიდებლობაზე და იმაზე კათოლიციზმზე და საერთოდ არაფერ შუაში იყო აქ ღმერთი საერთოდ არ უხსენებია ღმერთი რამდენიმე მომენტში ახსენა და ისიც ცოტა გზად რო თქვა მაგასაც გავშლის სიამოვნებით თქვათ და ესე იგი ამის საუბარში იყო რა პატარა ექსკურსია თუ როგორია მართლმადიდებლობა და როგორია კათოლიციზმი მე რომ არ მქონდეს თქვათ ესე იგი ის თქვათ რაც გავიარე ამ პერიოდის განმავლობაში რაც გულისხმობ თქვენი საუბრები ღმერთის წყალობით მივედი წიგნთან და უფალი იესო ქრისტემ დამანახა რა არის ჭეშმარიტი მე რომ ეს დანახული არ მქონდეს და ამ ადამიანს უსმენდე ალბათ პირველი ასოციაცია და პირველი ფიქრები რაც ჩემში წამოვიდოდა იქნებოდა ის რომ აი როგორ ვერ იტანს ერთმანეთს თქვათ ესე იგი სერბი, რუსი და ქართველი მართლმადიდებელი. ან ეს რაღაც რამდენ ნაწილად არის დაყოფილი ეს კათოლიციზმი. მაშინ სად არის სიმართლე? მე ვთქვათ, შეიძლება რაღაცა ესე იგი ძნელბედობის დროს ხო რა ერთმანეთს აზიარებდნენო, ესე იგი სიკვდილის წინო რაღაცა კათოლიკები მართლმადიდებლები, მაგრამ პროტესტანტებს მე მგონი არაო და ეს რა ვერ გავიგე საერთოდ რას იძახის. ეს ასოციაცია წამოვიდოდა ჩემგან. რო არ ვიცოდე სად არის სიმართლე. ამას რო ვუსმინო, ამის საუბარში ღმერთი არ ჩანს. ამის საუბარში მე კარგად არ ვარ. აი კარგად ვერ გავხდი რომ ვუსმენდი ამ კაცს. პირიქით დავიძაბე რა. აი დავიძაბე და ღმერთს მადლობა რომ მქონდა ის ინფორმაცია რაც მქონდა და აქედან გამომდინარე უკვე მე სწორად ვუყურებ ხო საკითხებს და ესე იგი თან რა თქვა ამან რომ მეორეთ მოსვლაზეც ხო ისაუბრა და ესეთი რაღაც თქვა რომ ივანეს გამოცხადების თანახმად ყველაფერი მთავრდება ეკლესიის კატასტროფითო და ქრისტიანების განადგურებითო და ამ დროს შემოდის ქრისტეო მეორეც და ამხობს ანტიქრისტეს ხელისუფლებას ანუ ივანეს გამოცხადების თანახმად ნახეთ რა წინააღმდეგობა თავის საუბარში ვიმეორებ ივანეს გამოცხადების თანახმად ყველაფერი მთავრდება ეკლესიის კატასტროფით
ანუ თავდება მართლმადიდებლური ეკლესიის კატასტროფით, კათოლიკური ეკლესიის კატასტროფით და იმ ეკლესიების კატასტროფით, რომელიც საბოლოო ჯამში გაერთიანდება და ეს იძახის, რომ ეკლესიის კატასტროფით და ქრისტიანების განადგურებით თავდება. როგორ შეიძლება ადამიანი შენ თავს უწოდებდე ქრისტიანს, თან ამბობდე, რომ უბრალოდ მე ვარ კათოლიკე ქრისტიანი, ხო, კათოლიკე. ანუ მაგისთვის ნიშნავს, რომ ქრისტიანია. და ამბობდე, რომ იოანეს სიტყვასიტყვით ციტირებას ვახდენ. იოანეს გამოცხადების თანახმად, ყველაფერი თავდება ეკლესიის კატასტროფით და ქრისტიანების განადგურებით. ამ დროს შემოდის ქრისტე მეორედ და ამხობს ანტიქრისტეს ხელისუფლებას. აი ეხლა ნახეთ. თვითონვე იძახის, რომ ის ეკლესიები, რომლებიც დღეს არის დედამიწაზე, ქრისტეს შემოსვლის დროს ეს დაემხობა. ანუ დაემხობა ანტიქრისტე. ანუ იძახის, რომ ამ რელიგიებიდან მოდის ანტიქრისტე. და თვითონ იძახის მერე, რომ მე ამ რელიგიებში ვარ, მე ამ სარწმუნოებაში ვარ, კათოლიციზმში ვარ. ძალიან დიდი წინააღმდეგობა დავინახე ამ საუბარში რა და ესე იგი, რაც ამ ადამიანში დავინახე, მე კიდევ იყო ის, რომ მან ის კი არ თქვა, ყველაზე მთავარი, რომ მართლმადიდებლობაა სატანური რელიგია. არამედ თქვა, რომ ჩვენ რუსეთი არ გვინდა და აქედან გამომდინარე სრული აღრეულობა ერთმანეთში, ერთი თემიდან მეორე თემაზე გადასვლა. სხვადასხვა ეს ადორნოს იმაში რა ქვია, განმანათლებლობის დიალექტიკაში ერთი პატარა ის გავხაზე და ძალიან გავს ამ ადამიანს და ეხლა ერთი წამით აი აქ მაქვს. ესე იგი, ადამიანები, რომლებსაც გონიათ, რომ უსმენენ მათო, ვინც რაღაც იციან და მათ არ იციანო და შემდეგ უკვე გონიათ, რომ იციან ის, რაც არ იციან. ანუ ჯერ უყურებენ ადამიანებს და მათ უსმენენ და ხვდებიან, რომ მათ იციან, რაც თვითონ არ იციან, მაგრამ დრო გადის და გონიათ, რომ ის იციან, რაც რეალურად არ იციან. ამ კაცს გონია, რომ ყველაფერი იცის. ამ კაცს გონია, რომ საერთოდ ყველაფერზე შეუძლია ლაპარაკი. ამ კაცს გონია, რომ თუ მართლმადიდებლობის და კათოლიციზმის რელიგიაზე რაღაცა წაუკითხავს, ესე იგი, რა ვიცი, რაღაც ავტორები დაასახელა, აქედან გამომდინარე გამოდის, ხო? გონია, რომ ყველაფერი იცის. არა და პასუხი, ფაქტი ხო სხვანაირია. ფაქტი არის ის, რომ მან არაფერი იცის, იმიტომ რომ სრული წინააღმდეგობაა საუბარში. და ბოლოს თქვა, ესეთი რაღაც თქვა ბოლოს. აი სულ ამთავრებდა. ისეთი თქვა, ეს რომ მას გულსპერად ეთქვა და ეს რომ მას გულით ეთქვა და ეს რომ მართლა დაენახა მას, ხო? აი რადიკალურად იქნებოდა ჩვენთან ერთად. და რა თქვა? მნიშვნელობა არ აქვს ქრისტეს შობის დღეს, როგორც ერთმა თეოლოგმა თქვა, ქრისტე შეიძლება 1000 ჯერ დაიბადოს ბეთლემში, მაგრამ შენს გულში თუ არ დაიბადა, აზრი არ აქვს, ხო? აი ეს თქვი საუბრის ბოლოს და მთელი დანარჩენი საათი ნახევარი რაც ილაპარაკე, ხო? შენ დაბადებული არ ხარ. იმიტომ რომ შენთვის ქრისტიანობა არის წესები, შენთვის პროტესტანტიზმი არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ ეგენი არ აღიარებენო კაცო ეკლესიას და მაგისთვის ეკლესია ისენია, ლიტურგიები და რაღაცა ფორმები და ენებზე ლაპარაკი და ამახვილებდა ამაზე ყურადღებას. აი ამ ფაქტების მერე, იმ წინააღმდეგობების მერე, ესეთი ზიზღი რუსეთის მერე და რომ თვლი რომ შენ მართლმადიდებლობა განაარასწორია, არამედ რუსეთია მოსაშორებელი. ამ ყველაფრის მერე საუბარს რომ ამთავრებ, რომ უნდა დაიბადო, ღმერთს მადლობა რომ დამანახა და წლების წინ ეს მე შეიძლება მიმეღო, როგორც თქვი ეგრე რომ აი სად არის, თქვათ, ან თუნდაც შეიძლება რაღაცა, აი ნახე, რახან ვერ გავიგებდი, ვიტყოდი რომ ნახე რა ჭკვიანია, იმიტომ რომ მე ვერ გავიგე რა თქვა. და ეს ბევრზე მოქმედებს, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ შემოხვედრე ისეთ ადამიანებს და იმ ადამიანებთან ვარ, სადაც ეხლა ვარ და მადლობა უფალი იესო ქრისტეს რომ დამანახა და საკითხებს მაყურებინებს ასე. დიდი მადლობა ბატონო რესო. ხო, ნუ რა შეხება რუსეთთან ასეთ იმას, ეგ არის 9 წლის უკანდელი ჩანაწერი და მაშინ ანტირუსულში იყო და ეხლა რუსეთუნი არის. ეგ რა არქივი რატომ არის? კარგი და რატო ამორიგეთ როგორ უყურებდა ამ საკითხებს ადრე. ეხლა კოცი რო გახდა, მაშინ მაინც ხაზით მიდიოდა ნაცებმა რომ წამოიწყეს, ეხლა გაქოცდა და ბიზნეს გამправებელია რო იცოდეთ და შეცვალა ყველაფერი. ეხლა მაგას არ იტყვის. და არქივში როდებს ეგ არის საინტერესო, რომ დედა თვითონ თუ უსმენს თავის ბოდოს. ისე ბერჯელ მე თქვია, რომ ყველა ჩვენი საუბარი თუ იწერება, ან წიგნებს წერს ადამიანი, ადრე დაწერილი წიგნი, უნდა წაიგეთ ერთი. ხო, წინ წახვედი, უკან წახვედი, ისე იგი თუ ადრე იძახდი ჭეშმარიტებას, ის ჭეშმარიტება ჭეშმარიტება ასაკს არ ექვემდებარება, ხო? აი, ვერას ლაპარაკობთ, პირიქით ასაკი ექვემდებარება ჭეშმარიტებას და აღიარებს ჭეშმარიტებას. ამიტომ რასაც იძახდი 9 წლის უკან თუ ის სწორია, უნდა გაიმეორო 9 წლის შემდეგ იგივე ჭეშმარიტება, ისე რომ არ ჩაიხედო იქ. და ეხლა ამან რომ მოისმინოს, საინტერესო აი კითხვა რომ დავუსვათ 9 წლის უკან მსგავსი რაღაცა უთხრა ვასიკომაც გიორგი ბატონ ტიგინაშვილს თუ გახსოვს თქვენ იმას რაც იძახდითო ის იგივე აზრის ახართო? ხო და ცოტა ის გაბრაზდა მერე
ანუ კითხვა გავუსწორე კაც, რატომ უნდა გაბრაზდა კითხვას როსვამს ადამიანი, როცა გულით არის დასმული, როცა გულწრფელი არის და უყვარხარ რა, კითხვის დასმა ის კი არ არის, ხა გამოგიჭირო და დაგცინო. მან კითხვა დაგისვა, ხო შეიძლება რა, არ შეიძლება რა შევწდებოდე. არ შეიძლება ხო კითხვა რომ დამისვა. ომარ შენ რომ 10 წელს უკან რაღაცას ვლაპარაკობდი, მოძებნ რაღაც და მითხრათ რომ აი ეს ესეთი რაღაცები მოისმინე და თქვენ ამას ისევ აღიარებთ, არ აღიარებთ, რა ცვლილება განიცადეთ, უკან წახვედით, წინ წახვედით, თუ რომელი აქედან ჭეშმარიტება, ადრე რო ლაპარაკობდით, თუ ახლა ლაპარაკობთ. არ შეიძლება ამის თქმა, შემოქმედებაშიც არის, ხო, ეტაპებად არის. თქვით ფილოსოფოსები ეტაპებად არის, პირველი ეტაპზე პლატონი, მერე შვა, მერე მომწიფებული პლატონი და სიბერეში რას წერდა. ასევე მწერლობაში, მხატვრობაში, მიქელანჯელო, სტიციანი იქნება, რუბენსი, პიკასოს შემოქმედება დაყოფილი არის დეკადეულებად, ხო, პირველი 10 წელი, მერე სად არის უფრო ძლიერი, ასევე მუსიკაში. საუბარში რატო გონიათ ჩვენ ჭეშმარიტებას თუ წვდით და დიდხანს ვინარჩუნებით ერთ რაღაცას ვთქვათ მარქსიზმს და მერე უცებ იცი რა არის გადაიხაზა. ეხლა კითხვა არავინ არ დაუსვა შევარდნაძეს კაცო, ადრე კომუნისტობას ხადაგებდი. აი ეხლა მაშინდელი იმის რა მოხდა, წინ წახვედი, უკან წახვედი თუ ისევ კომუნისტი დარჩი და მაკიაჟი გაიკეთე დემოკრატიის. ან უცებ ამდენი ხალხი კომუნისტები რო გაკაპიტალისტდნენ. რა მოხდა კაცო ერთი გამაგებინეთ ხო? კითხვას კი არ სვამენ. აი ბერძენიშვილიც ადრე სხვა რაღაცას ლაპარაკობდი, ეხლა სხვა რამეს ლაპარაკობდა. ამ ორიდან რომელია სწორი? ეს კონიუნქტურული აზროვნება კიდე არ არის, რომ ესე იგი სიტუაციიდან გამომდინარე აზროვნება სადგენდო ეხლა მე შენ და რა ვიცი რა არის, ჭეშმარიტება ხო უცვლელია, დროს არ ექვემდებარება. ხო, ვერ შეცვლის ვერავინ, ვთქვათ, რაც მოცემული ამ 2x2 4 ვერანაირი ის ვერ შეცვლის ამას. 2x2 4-ია, სამკუთხედი ვერ შეცვლი. ხო, ვერ შეცვლი რა, სამკუთხედი ყველა ვარიანტში სამკუთხედია, იდეებით პითაგორამ. რაც ესენი მართლა იდეალური, აი არ იცვლება ესა. ეს კაცი 9 წელს უკან რუსებიო მართლმადიდებლობა, რუსებს ატაშვილი მიცედოდა რა. მართლმადიდებლობასთან არ ქართველი რუსებთან და დაკავშირებული. ამიტომ რა ავტოკეფალია რო გვაქვს რუსებთან აღარა ვართ. თუ მე ის მაინტერესებს დოქტრინა რომელიც რუსებს აქვს, პრავოსლავია და შენც აქვს, ეს ჭეშმარიტება არის, რაც თქვენ თქვით რომ ეს არ განუხილია მას, იმიტომ რომ არის ეს ეგ საკითხი. თვითონ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტება არის. კათოლიკე რატო ხარ? რო თქვა, ეხლა აღარ არის, ეხლა მაგე ხო იცით 9 წელს უკან თქვა, ეხლა კონიუნქტურა ხოცებთან რო ხარ, კათოლიკე როგორ უნდა იყოს, არც ახსენებს მაგას, ისე ფორმალურად შეიძლება თქვას ვიღაცის თქვა, რაღაც ისე რა, სამარიაჟოთ. ხო, ეს სიტყვიერი რაც ხარ, ეს არაფერს არ წარმოადგენს. რა უპირატესობა, რატო ხარ კათოლიკე და არა მართლმადიდებელი? ესე იგი უფრო სწორია, ხო? ხო და მითხარი დამარწმუნე ახლა რომ მართლმადიდებელი ქართველი გავხდე კათოლიკე. იმიტომ რომ ორივე თვითონ ქრისტიანობაზე. მე ხელი რო წამოკრა პროტესტანტებს და რაღაც იმათ მოიხსენია, რა რიტუალები არის. გესმის პროტესტანტული ლიტერატურა? რაზეა დამყარებული? წაგიკითხია რომელიმე პროტესტანტი დიდი ავტორი? არა, რაც დაასახელა ორი ავტორი, ის არის ათეისტები. კომუნისტები არიან და საერთოდ რაც ინტერესები აქვს ადამიანს, მის შესაძლოა წიგნებს კითხულობს და ამას მაკულატურა აქვს წაკითხული ახლა რა ვიცი ერთი ცნობილი წიგნი არ დაუსახელებია ამას რაც ვიცნობ. აი ძალიან ძლიერი რომელიც შემეცნებაში უფრო წინ წარწევს. იმიტომ რომ მის ინტერესებში რაც არის იმ ხლამს კითხულობენ. ზოგი ჟიჟებს ვერ გაცდა და რა ვიცი მთელი რიგი ჰაქსლის და ვიღაცეებს ხომ არა მწერალს არამედ იქ მის ნათესავს ბიოლოგებს და ვერ გაცლენ ამ და დარვინიზმს და ახლა გამაგებინე რა კათოლიციზმი რატო ხარ კათოლიკე? რატო არა ხარ მართლმადიდებელი? რა არის? ესე იგი ცუდია ხო მართლმადიდებლობა? არა ჭეშმარიტია. ხო და მაშინ კათოლიკების ჭეშმარიტებაზე მელაპარაკე რომ ქართველები მოვექცეთ კათოლიკებზე და ამით ევროპასთან დავახლოვდეთ ხო? ევროპის აღმოსავლეთი მხარე კათოლიკურია ზოგიერთი ხო რო იცოდეს. თუნდაც დასავლეთი საფრანგეთი. კათოლიკურია საფრანგეთი. აქეთ აღარაფერს აღარ უნგრეთი, ჩეხეთი და ასე შემდეგ ხო? პოლონეთი არ არის პრავოსლავია პოლონეთი. ეს ბულგარეთი, რუმინეთი და ეს ტილიანტილიანი ქვეყნები არის. ამიტომ ეს დრო დამიყვა ამან პროტესტანტიზმი, კათოლიკობა, მართლმადიდებლობა. ეს ხომ ქრისტედან ამოსული ეს არის რომელია სწორი? აი რომელი არის იმ ფეზზე დამყნობი, რომელიც ხარობს და თუ დამყნობილი არ ხარობს, ეს უნდა მოიჭერას და გადაიგდოს. რომ ფესვაც გააფუჭებს. არ აფუჭებს იმ ფესვს ქრისტიანობა რო ქვია კათოლიკეები და მართლმადიდებლები? ხალხი არ არის გზაყვალარეული? პროტესტანტიზმი ისე საერთოდ არაფერი წარმოდგენა არ აქვს და ისე გაისროლა რა.
ჯერჯერ არც კათოლიკებს არ აქვს წარმოქმნა. რომ იცნობს ახლა კათოლიკურ ისე ძლიერ მაგალითად ჟაკ მარიდენის წიგნი ერთიც არ დაუსახელებელი, მაგრამ თომა აკვინაზე აღარ ლაპარაკობს. ეს კაცი რას გითხულობს უცნაურია. მოვიდა მოუმზადებლად. დააჯდა და იბოდიალა. და ექსენი ქართველებს კიდე გჭირს და მოემზადე თემა რაღაცა კარგად. მე მიზანი რა აქვს საუბარს. ის აქ გავერთოთ, ვიღატაოთ. რაღაცა ასაშენებლად მოვედი რომ მასწავლო და ქართული სივრცე დაპყრობილი აქვს პრავოსლავიას მართლმადიდებლობას. შენ არ მეუნები ეს რა არის? ცხონდება კაცი მართლმადიდებლობით. ეს სახელმწიფო რელიგია თუ რა ლამის გამოცხადებული კონსტიტუციაში არის ჩაწერილი თუ ცნობიერებაში არის. ეს სწორია. და შენ რატო ხარ მე ქართველი და თან კათოლიკე? ესეც გამაგებინე რა. ეხლა გაქოცდა. ეხო 9 წლის უკანდელი. ახლა შათირიშვილი ბიზნესისტი არის და იმ ტელევიზიებში იწვევენ, რომელ ტელევიზიაც არის ბიზნეს ვიზია. ეს პოსტივი, იმედი, ეს რო არის კიდე უცნობი ნაცნობი რო არის, უცნობი ნაცნობი დებილი ჩეფჩიკა ელახანკაში. ესენი იწვევენ, სოგი კი არა. იმიტომ რომ ცნობილია რომ ეს გადმოჯდა და ადრე იმათ მხარეზე იყო რაღაცა ევროპა, კათოლიკობაც იმიტომ აიყო რა. გამორწმუნე არის ეს. უბრალოდ აი მithom ასოცირება დასავლეთი კათოლიკია, საფრანგეთის, ესეთი ქვეყნები, უნგრეთი და ესეთი ქვეყნები, ხო. და იმ პროტესტანტულ დასავლეთშიც არის კათოლიკები რაღაც პროცენტებით. ხო. ეხლა კიდე მაგის გახსენება არ უნდა. ხო, პატრიოტთა ალიანსის პარტიულ ტელევიზიაში ობიექტივი რო ქვია, იქაც იჯდა ხშირად, სულ იქ იყო. ეს მეტყველებს რაღაცაზე, ხო? ესე იგი შენ რაღაც აქეთ გადმოჯექი უკვე და რა ვიცი ხა სიცხლე 66-იანი ეს კაცი თუ არ ვცდები, ხო? 66-იანი. ახალგაზრდა კაცია შედარებით 60 წლის გახდება რა ერთ წელიწადში. 59 წელს ხდება და ესეც უკვე ამის მატარებელი გარიხინებულია, იმიტომ რომ საბჭოთა სკოლა კურსდამთავრებულია და ის წინააღმდეგობა, რომელიც დააფიქსირეთ, ნამდვილად არის და ეს წინააღმდეგობა კი არ არის. წინააღმდეგობა არის მარქსიზმში განვითარების გარკვეული წინაპირობა. თუ წინააღმდეგობი არ ახარ, ვერც განვითარდები. ეს არის ჰეგელიდან, საშინელებაა რა. და ეს ხომ არასწორია არც ქრისტიანულ და არც იდეალისტურ ფილოსოფიიდან. არ უნდა იყოს ლოგიკაში წინააღმდეგობა გამორიცხულია, ხო? არაფერი. ეს ჰეგელმა გააკეთა ეგა. ხოლო იმან გააკეთა ობიექტური იდეალიზმის და მარქსმა დაბლა ჩამოიტანა. ეს კი შეცნობაა. შეცდომა დიალექტიკური მატერიალიზმი გაგებით კი არ არის პლატონთან ვარი დიალექტიკა დიალექტოს ეს ორი ადამიანის საუბარი არის დიალექტიკა მე და თქვენ რო ვისაუბრეთ კითხვა პასუხი ეს არის დიალექტიკა ლექტოს რა არის ლაპარაკი სიტყვა დიო ორი ადამიანის ლაპარაკი არის დიალექტიკა აქციეს ბიჭო რაღაცა ფილოსოფიად და სპეციალური თეორიება და თუ ვიკამათებთ აუცილებლად განვითარდებით მე ერთ სიტყვის შენ მეორეს და დაიბადება მესამე. ეს ჰეგელიდან მოდის. დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ეს ნახეთ და ერთ რაოდენობიდან თვისებაში გადასვლასთან ჰეგელის ლოგიკამ საერთოდ გზას ააცნა ხალხი და ამ ლოგიკის საფუძველზე შეიქმნა მერე წიგნები. და ჰეგელის ლოგიკა იყო საფუძველი მარქსიზმის რო იცოდეთ და მთელი სახელმწიფო იმით იყო გამოცხადებული. ყველა სფეროში იყო შეტანილი და განსაკუთრებით ჰუმანიტარულ დარგში. შესაბამისად ამ კაცს ეგ თავში და ამის რევიზია კი არ მოუხდენია. ამიტომაც ჩანს ის თქვენ რო დაინახეთ წინააღმდეგობა რაშიდაც ეგ დაგიდასტურებთ რა წინააღმდეგობა უნდა იყოს აბა როგორ წინააღმდეგობა განვითარების შედეგია თუ არ მიპირისპირდები ვერ განვითარდებით ჩვენ და დაპირისპირებით რომ ქვეყანა ინგრევა მაგ არის და მე სულელური ფრაზა რო არის კამაჩი იბადება ჭეშმარიტება ეგეც ხო უაზრობაა კამაჩი ჭეშმარიტება არ იბადება კამაჩი იბადება ჩხუბი ბოლოს ეგრე რომ შეიძლება იკამათოთ სხვადასხვა ადამიანება სხვა საწყისებზე რო შემდგეხარ და ის მეორე რა გამოვაქიდან ცოდვილი ბოლო ეს ესე იგი სირცხვილი კაცი ძახდეს კათოლიკე ვარო და ქრისტეს მოწყვიტოს ეს რაღაცა საზოგადოების მიერ შექმნილი ორგანიზაცია რომელსაც კათოლიკურ ქრისტიანობას ეძახიან ქრისტეს ამს კავშირი არ აქვს არანაირი თან ისეც არა თქვა რომ მკვდარს რა თუნდა ის რაღაცა მოდელი და თან კიდე გარდაცვლილ ადამიანის აქ როგორ დავეხმარო მე ლოცვებით რომ სადღაც არის გაჩხირული შუარგოლში და მერია ჩემი წირვა ლოცვებით ის ვეხმარები და გადავა იქა ესენი კი არა თქვა
ისიც კი არ უთქვია რა განასხვავებს მართლმადიდებლობას კათოლიციზმისგან და არც ის უთქვია რომ მართლმადიდებლობა დამახინჯებული კათოლიციზმი არის. აი როგორ დაქვეითებული. ეს ჩამონათალი არის იმ ხიდან კათოლი 1050 ეგეც არა თქვა, ისტორიაც არა თქვა. ბიბლიის საერთოდ უცოდინარი არის. გარდა ეს სიუჟეტები შეიძლება იცოდეს მოსე გამოვიდა ისეც ისე რა ორმოყვრით. აი ესეთი კაცი რომ მოდის და ამ სათაურით იძახის მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი. არც მართლმადიდებლობა იყო, მათ არც კათოლიციზმი იყო. ეს იყო ლაყმობა და კომენტარებშიც სწორად იყო მინიშნული ძალიან ბევრი ეს რაც ბოდავს უკაცვე ახალგაზრდებს აბოდე რას ბოდავს ეს თვითონ იცი რა რატომ მოვიდა მოუმზადებელი ერთი ესეთი კომენტარი ხო და სწორია რატომ მოდიხარ მოუმზადებელი ხო გამაცანი დარბაზში ხო შეიძლება იყოს ადამიანი არ ვიცი რა არის კათოლიციზმი მართლმადიდებლობა გამაგებინე რა განსხვავება ამ ორ შორის და რომელი გვაცხონებს თუ ორივე თანაბრად არის და სწორია რატომ არც განცალკევებული ხო რიტუალებშია განსხვავება არა თქვა ეგა რატომ მოხდა ამათი გაყოფა ერთი იყო თავიდან რატო აირჩია დასავლეთმა კათოლიკე ყოვლის მომცველი სოფლიო კათოლიკური და რატო არის აღმოსავლური ეს ახლა ამას ეს უნდა კაცო ცოდნა და განათლება ხო საწყენია რომ არ მიდის ბატონო მოდის გიხდით მე მეგონა დაამთავრეთ არა გარჩევ იმის თქმა მინდოდა რომ ხო დაუსვეს ეგ კითხვა რა განსხვავებს მართლმადიდებლობას კათოლიკურს ანუ რა განსხვავება ამათ შორის რა და მაგაზე რა პასუხი გასცა ესე იგი ამაზე რა პასუხი გასცა ნახეთ კათოლიციზმი კათოლიკე სცემს თაყვანს პაპს და ქართველი მართლმადიდებელი პირობითაც სცემს თაყვანს სრულიად კათოლიკოს პატრიარქს ირიას მილია მეორეს ანუ თურმე ეს განსხვავება ყოფილა კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობის შორის ეხლა ეს პასუხია ის ხო არ უთქვამს ვის სცემს თაყვანს რა განსხვავებაა ხო? იცით რა არის მაგრამ არ იცოდა ვაბატიოთ რა არ მწოდნენ კაცს არ შეუძლია თქვას რომ ამომზა არ ვიცი ეგ საკითხი ქართულს უჭირს არ ცოდნენ იმიტომ რომ დაბადებით ბრძენია როგორც იმ დახასიათებაშია ვერ ვისწავლეთ რომ მთელი რიგი საკითხებში ხო რატომ უნდა მწვენოდეთ თქვა რომ არ ვიცი და ისეთ პიროვნებას მოусვენ ვინც იცის ეს საკითხი რატო შეიძლება ვიცოდეთ ყველაფერი აი რატო შეიძლება ყველა სფეროში იყოს განსავლელი ვერ შევძლებთ ამას. ამიტომ არის რა სხვა დარგის წარმომადგენლები შენ იმაში ძლიერი უნდა იყო პროფესიონალი, მაგრამ არ ვეწინააღმდეგობთ არში თავარს რაც არის ხო? და მით უმეტეს როცა მორწმუნე ქრისტიანობაზე ალა მორწმუნე ხარ, მაგრამ რაციონალიზირებული არის შენი წმინდა, მაშინ გადამოიცი და გამაგებინე და თუ ახლა ფანატიკური მორწმუნე ხარ, გაუაზრებელი, ესე არის ყველა და მე მინდა რა ვიცამო? რატო ვიცამო? და დამელაპარაკო. რა არ უპირატესობა ამის. ვერ იტყოდა ამას, ვერ აიცი. აი, რადგან და კათოლიკე ვარ და კათოლიკე არა ის ახლა. არც ერთი ხორციელი კაცი არის რა. თან კიდე რა ფილოსოფოსი ახლა რა გაიგეთ მაგიდან ფილოსოფოს რო დაირქმევენ და გითხარით თავში რომ კურსს რო დაამთავრეთ. მე ჩაუწერდი რომ გაიარა კურსები ფილოსოფიის ისტორიაში. მსმენელი არის კარგი მსმენელი. მოიცა ფილოსოფოსი შენ ახლა რამე დაწერე თუ რამე ახალი რაღაცებს ჭრეტავს სამყაროს ნეტ ერთი შენ რა. დაირქმევენ ხოლმე რომ ეს ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, ქართველებს უყვართ ეს ჩინები. ვერ გავცდით რა იმას რა. კეთილი. ესე იგი ნახეთ და თქვენ შემოწმეთ თქვენი აზრი და კარგია რომ გაივარჯიშოს გონება, რომ უსმენ რაღაცებს და რაღაცა ნახოთ როგორ შეიძლება კაცი შეცდეს თუმცა თარახალ და დაგახვალოს თავზე იმდენი რაღაცეები თითქოს მწოდნე კაცი ლაპარაკობდეს და ყველა კითხვას თითქოს ისე ლაპარაკობდა ვაფშე მაგარია რა კითხვები იყო ჯერ ერთი და რა პასუხები იყო ხო აი ამ ბატონო მოგესალმებით ბატონო მოგესალმებით და მინდა გითხრათ რომ ვერ შევამჩნიე ამ კაცს რომ აი მხილების სურვილი ქონოდა მართლმადიდებლობის უფრო აი ესეთი ბოდიალა ლაპარაკებით მართლმადიდებლობა ჯანსაღდება თითქოს ბატონო როგორც აი მღვდლები რო ყავს ნარიმანი და რაღაცა ბოთე ძალიან ჯუნგლი მღვდლები ხო ყავს რო ბოდავენ რაღაცებს ეგენი ხო აჯანსაღებენ მართლმადიდებლობას ამ კაცს შათერიშვილსაც ვერ შევამჩნიე რომ კრიტიკა უნდოდა მაშინ ეთქვა რომ ვარ ქრისტიანი აეგრო ეთქვა რომ მე ქრისტიანი ვარ და არ გჭირდება ეს რელიგიები აი მანდ უკვე მაგას რავი რა დღეს ჩააგდებდნენ ხო წარმოგიდგენიათ ეგ უკვე მხილება არის
ალტერნატივას როცა შემოგთავ, ომარი მხო თქვა ალტერნატივა არ ქონდაო. როცა ალტერნატივა არ აქვს, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ვფიქრობ, უფრო ჯანსაღდება, ხო? მეტი არაფერი მინდოდა, მადლობა. კი, რა თქმა უნდა, ფონი თუ ისეთი არის, რომელიც აჯანსაღებს მართლმადიდებლობას, ყოველთვის დაშვებული ეს და აქ არც არაფერს სამსახურში მდგა. კი, როგორ ეს ეხლა უნდა ნახოთ ეგრეებს ბოდავს. ეს 9 წლის უკანელი ბოდვები იყო. ეხლანდელი ბოდვები პირდაპირ ის არის რა. როგორ გითხრათ, ადვოკატი არის ბიზნესი და ქოცების. ბატონო. ხო, გიგნაძესთან და კეკელანთმაროსთან და უკვე ჩაძმაკაცდა ეგ უკვე ვატყობ. ახალი ვასაძესთან იყო და აბოლაიქა და ვასაძე ხო იცით როგორი ყრუმა მართლმადიდებელი არის გამეგე კომბლებიჭი და დავიცი ჯაღმაიძესთან რა ვიცი საერთოდ რა იყო და ძმაკაცობს ბატონო კეკელიასთანაც ხო ძმაკაცობს სხვანაირად არ გამოვა საქართველოში ხო იცით როგორი მდგომარეობა არა ეს ისეთი დახვეწილი ტიპი არის ახლა რატო ჩაიგდებს თავს იმ მდგომარეობაში რა რომ ვიღაცებმა მან ტყავი გააძლოს. არა, უნდა კათოლიკია, უნდა მე მართლმადიდებელი, უნდა ის გეხდება და საერთოდ შეიძლება მღულათაც მოგვევლინოს თუ ჯერჯერობით დროს ატარებს. წვერები და ისინი დაიყენა ხა, გარეგანობა მართლმადიდებლური აქვს, ხო? ხო, სულ ბახმელი ბატონო. ჯონი ბატონ ჯონის ედო ვიდეო თუ არ ვწდები ეს ვერ მოვდი სიმართლეა თუ სიმართლე კი არა ნამდვილი ვიდეოა ფეიკია ანუ ვითომ რომ პატრიარქს ფეხის გულებიდან მირონები ზდის თუ რაღაცა მსგავს სისულელი ჯერჯერობით მე არ ვიცი მაგას რა ზდის მაგრამ მოვა დრო რომ მაგას გააკეთებ ყველაფერს საიდან ზდის ხო აუცილებლად ხა შეიძლება ვიღაცებმა ან შაყირით გააკეთა ან ნამდვილად მაგრამ მოვა დრო რომ ამას როგორი ფაჩუჩებს ატარებდნენ და რა გაგვიკვირდა კვართები აქვს და რა ვიცი თუ რამე ატრიბუტებია წმინდანებისა და გვამი ამოიღეს და დადეს და არახუნებიეს თავი მე აღარ გამიკვირდება ხა მირონი რატომაც არა ჯერ სადახართ ეს მუარული ის არის განსახიერება ცოცხალი სიწმინდებისა შიოლაშვილი რო იცოდეთ. ნუ არ არის ისა თქვათ შაყირე. რატომაც არა. ისე არის მიღებული რომ უწმინდესი და უნეტარესი და ხოლმე თაყვანისცემა მიდის რადონეზე, ხო? ჩვენი ერი საწოდავია ისე რა. იცი რა ხანდახან კი უბრაზობ ხო, მაგრამ რომ დაუკვირდები მე რაღაცნაირად მე ვიძახი რა აგინდა ცოდვები არიან ამის დედავატირი რა. აი შეგეცოდება რა. აი ტვინარეული კაცი უთნავი ისკრჩნობა უნდა გაგიჩნდეს რომ აი მისი პრობლემა ის კი არა რომ არ იცის რა. აი ქრისტეს ზუსტად ეს განცდა ქონდა რომ არ იციანო რა. აი ნუ გაურუსხდებიო მამას ეუბნება. არ იციან რა საკეთებენო. თქო არ იცის ამანაც ახლა რა საკეთებს და შეგეცოდე რა შიოლაშვილი და ეშხებით რომ ვითომ ჩვენი წმინდანები და ჩვენი აი ჟავანაძე გაგებაში არ არის და აი ჩვენი სიწმინდეები და ჩვენს ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებს დასავლეთი და არის ამერიკის დედავატირე და ევროპა თითქოს მთელი ჭირი საქართველოში ბრალი არის დასავლეთის ეს სანამ ესე ამაზრზე იქნება ხალხი ის მოგწონთ რომ გარეთ თომ არის ხალხი და ფულს აკეთებს და გიგზავნიან ეს ხო ყველას ბატონო დიახ აბატიეთ მართლმადიდებელი რომ დავაყენო და ვკითხოთ ახლა ხო რას ნიშნავს სიტყვა ეკლესია დარწმუნებული ვარ 8 ვერ გვეტყვის აი ზუსტ 100%-იანი ვიცი არის ძალიან გაუნაცლებლობა და მხირ აი არ მიდის აი საუბრები არ მიდის ბატონურეზო აი არსად ერთადერთი მაპატიეთ რა ესე ვიტყოდი თქვენ აი მართლა აი არ დაიღალეთ მადლობა მეც აი ეს ენერგია გააქვთ რა რომ აი ყებავთ რასაც ქვია ბატონურეზო არ ჩერდებით აი გენაცვალეთ რა აი არ ვიცი მეტი მე არც აი ვინმე თუ იცით თქვენ კიდე ისეთი რომ სადმე აი ბჟუტავდეს საქართველოში ვიცი თორნიკე გუწამს და ის გვალაპარაკებს და არა ის სხვა მიზანი არ გვამოძრაებს ჩვენ და იქნებ მე ამას მოყვე ისე მედი უნდა დავიტოვო ღმერთი იმუშავებს არა არ შეიძლება იქ ამათონ ამაზე ხიფაჩი ჩაიგდებენ თავს მართლმადიდებლობა ესეთი დოქტრინა არის მათ რომ მან კამათი არ არსებობს არ შეიძლება კამათი ეგ თემები კიდე არ უნდა განიხილებოდეს არ შეიძლება ამის უფლება არავის არ აქვს და პროტესტანტების მხილებაც პროტესტანტებიდან მხილებაც არ შეიძლება მან რომ პროტესტანტები ჩუმად არიან შეკეტილები იგივე კათოლიკე თავისთვის არიან ბუნჩულობენ რა და ამით უფრო ამაგრებენ ამ მართლმადიდებლობას იმიტომ რომ ეს ხომ შავი ჭირივით არის და ეს თავარი ის კი არ არის ახლა
თქვათ რელიგია გწამს, თავარი ის არის ეს თლიანად სახელმწიფოს სეკულარულ განვითარებას თლიანად ბლოკავს. აი თუნდაც აი ეს რომ გინდათ რომ სახელმწიფო იყოს სეკულარული ჯანსაღი კანონით მოქმედებდეს, აი ეს უნდა დაპატარავდეს. დავანებოთ იმას რა, ვინც 64-ში შევა და ვინ არა. სახელმწიფო ხო არის დროშით, პასპორტით, მოქალაქეები ხო ვართ. რატო ვერ ვითარდებით? მიზეზი არის ეს რელიგია. ეს ჩემამდე შენიშნა იცით რამდენმა 19 საუკუნე მანამდე თავიდანვე კათოლიციზმი ქრისტეს ვერ შეეკამათები. ქრისტეს ვერ გააგდებ. მაგრამ ქრისტეს სახელის ცუდად გამოყენებით სახელმწიფოს ვერ ააშენებ. ეს რო დააფიქსირეს მე უთხრეს რომ არა დავანებოთ რა თავი ღმერთს მოდი რა მიმხედოთ რაღაც სხვა რაღაცა მოვზებნოთ რა თეოკრატია არ იქნება ხა თეოკრატია როგორ შეიძლება ადამიანებით თეოსი არ არის არც შიულაშვილი და არც არავინ მოვა იესო ქრისტე და იგი იქნება მსოფლიოში მართლობას დაიწყებს მანამდე კიდე ქვეყანა ისე უნდა მოეწყოს რომ რელიგიის პლურალიზმი უნდა იყოს დაშვებული და არც ერთ არ უნდა ქონდეს პრეტენზია იმის რომ მე ვარ მაგარი და იყოს თუნდაც დისკუსიები რწმენის საკითხებში როგორც ამერიკაში არის მუსულმანიც დაჯდება ბუდისტიც აი რამდენი დისკუსიები ჩაატარა თავის დროზე მაკარტურმაც ეს დილობიან ფორმაში და ერთმანეთს გერჭამდნენ და მოსახლეობა უსმენს რა კარგი თვითონ გადაწყვეტავს მოსახლეობა აი კათოლიციზმი მოთხრილი აქვს მაკარტურს მოთხრილი აქვს თავიდან ბოლომდე თან როგორ იცი ძალიან მაღალ დონეზე ისე კი არ მევასები და მაგითო იმიტომ რომ ამხილა რომ ეს არ არის რა ბიბლიური არ არის მოკლედ ეს ტრადიციების ეყრდნობა და ტრადიციები ბიბლიაში უკუგდებული არის კაცო ბიბლიით ტრადიცია არ შეურიოთო პირდაპირ წერია კოლასელთა წერილის მეორე თავის მერვე მუხლში არ შეიძლება ადამიანური წარმოდგენების შეერევა აი რა წერია ბიბლიაში ეს ისწავლე და ეს გარკვეულ შენენაზე განათლების ხელშეწყობით წარმოაჩინე ისე რომ ადამიანს ხელი შეუწყო ღმერთთან მისასვლელი და არა ის დაბლოკო ჩვენი პრობლემა საქართველოში არის სახელმწიფო არ შედგება, არ დგება. ეგ არის პრობლემა. გაიხსნა ქვეყანა და აბრალებთ თქვათ ვიღაც ის ტაქსის შოფერი აბრალებდა რას? ღამის ბარებს. არა, რელიგიის ბრალია. რელიგიის ბრალია ის რაც ხდება კაფე ბარებში რო იცოდეთ. პროტესტია გარკვეული მაგის შინაგანი გაუცნობიერებელი, იცი? ეგენ ხო ყველაფერს კრძალავენ. აი კრძალავენ რა ყველაფერს რა ამათი ნება რო იყოს ტელევიზორსაც აგიგრძალავენ. თუმცა ყველა მგდელი იძახის არ უყუროთ ის მობილური არ გინდა ეს არ გინდა და ამ დროს ყველაფერი თვითონ აქვს. ამას ახლა შათერიშვილი როგორ ამხელა უნდა იცოდე, უნდა წამდეს და როცა წამს აღარ გეშინია რა და ამას ახლა თავის გადაგება უფრო აწყობს და შეკაიფებულია რა ფილოსოფოსი შათერიშვილი და გამოიყვან დასვამენ. კაცო მოძველდა ეს არც ფილოსოფოსია, ფილოსოფოსი უფრო არის და ახალგაზრდა თაობა 25 წლის ბიჭ რა თუნდა შათერიშვილი არ გადამრიო ახლა ხო რა შათერიშვილმა რა უნდა ასწავლოს რაღაცა საბჭოთა სამჭედროდან გამოსული კაცი არის და გადმოჯდა აქით ახლა რა ან რა კათოლიკე ეს არის თავიდან ბოლომდე პიონერი და კომკავშირი და ეს იყო რა საბჭოთა კურსანტი არის აი ამებს გააკეთეს შეინიღდნენ გადაეწყნენ და გადარჩნენ როგორც ძალიან ბევრი კომუნისტები სამღვდელოებაში შეცვლიდნენ მღვდლებად მოგვევიდნენ რა იგიგანაძე გონიათ ის იყო დაბადებიდან ის იყო მორწმუნე გადაერჩინა თავი ესე იყო 82-იან კაცი მშიერი კვდებოდა და თვითონაც ერთ-ერთ იმაში რა კვდებოდი 90-იან წლებში მშიერი ხა პოდე ადგა და მართლმადიდებლობაში შევიდა რა გამოიყენეს ვერ მოკლედ თუ გინდა იცხოვრო გეუნებიან მოდი ჩვენთანაგან და ჩვენი ის გახთი რა უშიშრობის კომიტეტის თანამშრომლიც ესე გადაიბირებდნენ ახალგაზრდებს ნიჭიერებს რომ გამოგიყენო და შესაბამის ანაზღაურებას და დივიდენდებს აძლევდნენ. ეგ ჩვეულებრივი ამბავი. შათერიშვილის კაცი არ არის ახლა რომ ეს ან კათოლიკებზე გელაპარაკო. ადგინა წიგნებია და აპრილის ესეთი ლექციებია მეტი არ არის. შათერიშვილის უსმინე იდე რა მარქსაკის. შათერიშვილის თუ მოусმენ ტესტი არის იმისე რამდენად დებილი არ უნდა იყოს ადამიანი შათერიშვილს რომ მოусმენ მიხვდები რომ დებილი არა ხარ და მადლობა ღმერთს რომ ესე დებილი არა ვარ იტყვი. არა რაკანაც კაცო სუფრაზია სუფრის ფილოსოფოსია და ბჭყალებში ფილოსოფია რთული ის არის არა რა კურსანტი არის წიგნობარია რაღაცები წაიკითხა ისე რაც წიგნებს კითხულობს სულ ყველაფერი ნაგავია წიგნების სფეროში გარკვეული ვარ და ერთი წიგნი ავტორი არ დაუსახელებია ამდენი წიგნებს ვიცნობ და ერთი ვერ დაასახელე რაიმეც ვიცნობ და ამ წიგნს
მაშინ როდესაც არიან ტიპები წიგნს რომ დაასახელო, ნახეთ მეც ვიცნობ. ერთმა პიროვნებმა რომ დაასახელა ჩარლზ ტეილორი, ეს მეც ამაქვს გამიქ ეს წიგნი ვიცნობ ამას. ამისგან მე არ მომისმენია. რა ვიცი, რას კითხვა, მაისურაძეც ეგრეა, ისე დგარებს დაასახელებს რომ საერთოდ რომ მოძებნო ტიპი, ნახავთ რომ საერთოდ დავიწყებულია ვიღაცა, რატო ასახელებ იმ წიგნს, რომელიც საერთოდ არა მეუღებელი არის და რა, შენ ამით გვაჩვენებ რომ ნაკითხი ხარ. რატო არ არის კაი წიგნები? თუ შენი აზრი არ არის იმ დონეზე ხა დამოუკიდებელი, რა ვიცი, დამოუკიდებელი კი არის ადამიანი აზრებში, რაღაცა კარგი ლიტერატურა წაიკითხე და კარგი ლექციებს მოусმინე, ხო? არა, ეგ ბოდიელა კაცია კაც. და ბოდო არ არის ხო გაგიმარტებთ. აი დაუკავშირებელი წინადადებები, თემას რო აცდენილია. შედეგი რა არის საუბრისა, ინფორმაციის მოწოდება, რადგანაც ინტერნეტშია ყველაფერი. ინტერნეტში ყველაფერს მოძებნი თუ იცი ეს ნავიგაცია და მთელი რაღაცები და თუ ინტერესი გამოძრებ. შათერიშვილი რა გამოდგება ინფორმაციის, ბევრ რამე არ იცის. ხო, აი ვერ აიხსენა გვარი, სახელი კაცმა და დაწერე კონსპექტი მაინც მეიღე, დადე, ჩაიხედე რა არის აქ სირცხვილია. თუ არა და მაშინ ზეპირი ახლა ის ათენში არა ცხოვრობს ახლა ძველი საბერძნეთი რა ათენი, სადაც მეხსიერების კულტურა იყო და ზეპირი მეტყველების კულტურა. იქ წერილობით ის დაბალდონეთ ითვლებოდა. ისეთი ძლიერი მეხსიერება ქონდა, ავარჯიშებდა. ეხლა ეს ადამიანებს უკვე გამუდმებით პახმელიაზე რო ხარ, ხლა დაგავიწყდება რაღაცები არის რომ და გაუთავებელი აპიროზის წევაში რო ხარ. გონებაზე მოქმედებს ეგ ასაკში მერე. ნელ-ნელა ასაკში მერე ეს თუ არ ავარჯიშე, გამორიცხულია დაგავიწყდება. და უნდა გადახედო, ანუ ჩაიწერე რა, ლექციაზე მიდიხარ. ხონდეს ეს ამოწერე ძირითადი თემები. ხო, მოემზადე, წინდაწინ ხო ეტყოდნენ ამას, ხო? აბარა ისე ხო არ მოვიდოდნენ ახლა სასადილოდან ხო არ დაჭდა მან და რესტორნიდან. დაურეკავდნენ, ეტყოდნენ, იცი რაღაც საზოგადოებრივი ის არის, თემა არის კათოლიციზმი, მართლა თვითონ შეარჩევდა ეგ მაგას. ხო და მოემზადე და მოდი და გაგვაგებინე ახალგაზრდებს. რა განსხვავებაა კათოლიციზმში და მართლმადიდებლობაში? 100,000 კათოლიკე ყოფილა საქართველოში ფორმალურად. მე რა განსხვავებაა? თუ ეს სწორია, ჩვენც რატო არა ვართ კათოლიკები? თუ ტყუილია, ცოდვები არ არიან ისინი რომ ამ ტყუილში რო არიან? ხო, გამაგებინე ახლა ეს რა. და როგორ უნდა გააგებინეს თუ არ იცი ქრისტიანობა? იმიტომ ეს ხო ქრისტიანობა არის საფუძველი ამისი და ქრისტიანობა კიდე უნდა იცოდე ერთი აუცილებელი საშუალება ამისი არის საღვთო წერილი, ძველი აღთქმა მთელი 66 წიგნი. თუ ამაზე არ მუშაობ, ახლა როგორ გაარჩევ კათოლიციზმი რა არის? კაცო, ადრე მე მგონი ეზრამაც განასხვავა. ადრე რა ვიცი, ვინც უსმეს, მოკლედ თქვა რა განსხვავება არის მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი მოიტანა. მე მგონი ვილაპარაკეთ ჩვენ ამაზე, ჩვენთვის. კითხვაც რო დაისვა. და ადგილებით შესაბამისი ბიბლიდან მოყვანილი იქნა ძირითადი შეცდომები რა არის მართლმადიდებლობის ბიბლიაზე დაყრდობით. ესე იგი, ბიბლია არის საჯული, ჩვენ კი არა. ჩვენ კიდევ ვენდობით ბიბლიის ჭეშმარიტებას. ესე იგი, ბიბლიან გამხილა, რეზო ბაქრაძემ კი არა კათოლიკე ხარ თუ ან პროტესტანტიც, რომელიც დენომინაციებში გზასაცდენია, მაგალითად, ისეთი პროტესტანტები, როგორც არის რასელისტები, იეჰოვას რო ვითომ ამოწმებენ. მე კი არ გამხელ კაცო. აი ეს გამხელს მე იმას უჯერებ. მე იმისი გავიმეორო, ის ავტორიტეტია, იმისი არ გავიმეორო. რა ეს ის არის? პლაგიატობა არის? ჭეშმარიტება არ გავიმეორო მე. ეს დავალებული გვაქვს ჩვენ. პავლე თავისას იძახდა, თავის განათლება წაიღო, იგი ხო განათლებული იყო. ფილოსოფიაც იცოდა, პოეტებიც იცოდა და ჩანს კიდევაც რომ რამოდენიმე ციტირებაც მოიტანა და მე თქვა რომ აღარაფერს აღარ მარტო ქრისტეზე ვილაპარაკებო. იგი თავისთავზე ხო არ ლაპარაკობს, თავის ცოდნეობას ხო არ წარმოაჩენს, როცა უწევს ხოლმე აუდიტორიასთან საუბარი და ახსოვთ ხო რა დაადგა და მთელი სიქადაგა რა გადაირივნენ, ეტაკნენ. ასევე სტეფანემ თავისი განათლება წარმოაჩინა? ხო? არა, მან მოყვა მთელი მოკლე ისტორია, მოყვა მთელი ძველი აღთქმისა, აგერ წაიკითხეთ, ნახეთ, მთელი ძველი აღთქმა მოყვა იმან სტეფანემ. არაცელის ბოლომდე ქვები დაახალეს ქრისტემდე რომ მივიდა, ხო რომ ქრისტეზე არაფერი არ ეთქვა. მანამდე უსმედნენ, ძველი აღთქმა იმას აიდან გამოდიან, აი დაწყებული გამოსვლის წიგნი, რამე ჩამონათვალშია იქა, ხო? მოკლე კურსი გააგვატარა სტეფანემ. ხო, ასევე ჩვენ ვინც ვიცნობთ ამას, მოუყვებით მოკლედ რა როგორ არის, ჩამოდივართ ქრისტესთან, ხო? და აი ქრისტეს დანიშნულება რა არის? ქრისტეში ყველა ადამიანი უკვე ახალი ადამიანად იბადება და გახარებს რა ესა რა და უკვე ახალი აბა ამ ცხოვრებამ გავტეხა წელში თო სისულელეებია რა. შეიძლება იმედი გქონდეთ სულ მთავრობის. შეიძლება კაცო, ეხლა სულელური ფრაზების მოვისმინე.
საინფორმაციო საშუალებებით, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება არის ინაუგურაციაზე. ეს არის შოუ, პოლიტიკური შოუ არის. ამას ხო არაფერი არის, ეს არაფერი არის, პურის ჭამა და სადღეგრძელო და სულ ფორმალიზმი არის. აი ახლა როცა უკვე ოფისში ექშევა, დაიწყება უკვე მომავალი კვირიდან უკვე ძალაში შედის კანონიერი ახალი. ნახოთ ერთი ეს რას გააკეთებს. ღმერთი ხომ არ არის კაცო, არ არის სწორი რომ მთელი მსოფლიო ტრამპის იმეძია. აი ეს როგორ გზასაცდენილები ვართ რა. ეს რა არის ის მოვიდა, ქრისტე მოვიდა. ამის იმედი როგორ უნდა გქონდეს მსოფლიოს, ჩემამდე არ დადის რა. 77 წლის კაცის იმედი, ბიზნესმენის. აი რატო უნდა გქონდეს ამ ადამიანებს ამის იმედი, მსოფლიოზე ალაპარაკი. აი ამის იმედი უნდა გქონდეს ამერიკელებს, ისიც ამერიკას მიხედოს ბარდაგირვარი და აი ეს რას გააკეთებს ახლა მსოფლიოში აზიის, აფრიკის ქვეყნები ამას ექვემდებარება? ჩინეთს გამოცვლის, რუსეთს გამოცვლის. თუ რა არის მე ვერ გავიგე ეს რა არის? აი რაღაცა გზასაცდენილი ვართ რა მსოფლიოს პოლიტიკოსები. რა არის ეს რა გახდა ეს ინაუგურაცია ამერიკა რა გახდა 4 წლის მერე ამის სახსენებელი არ იქნება. თუ მიატანა 4 წელამდე, მანამდე თუ არ დაიწყეს იმპიჩმენტი, როგორც ადრე სულ დააჯდნენ და სულ იმპიჩმენტი იძახეს 4 წელი, არ შეარგეს პრეზიდენტობა. აბა ნახოთ ახლა რას გააკეთებს. თავის ქვეყნის სასიკეთოდ გააკეთებს ხომ კარგია ქვეყნისთვის. მე იმ მეზობლებისთვის, ვინც კანადა და ეს არის და მე თუ სადამდე ახლა რა ვიცი ახლა ყველას იმედი რატო უნდა ქონდეს ტრამპის ახლა ამერიკის პოლიტიკაზე თუ არის დამოკიდებული საფრანგეთის პოლიტიკა, რუსეთის პოლიტიკა, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე რა. მაშინ გედნერება ამერიკაში და რაღაცა ხარ წამოდით და ამერიკაში ვიცხოვროთ ყველა. ტერიტორია დიდია. აიყარეთ ქართველები და შემოდით აქა. რაღა გინდათ მანდა მე ვერ გავიგე. ანის დედაკაცი რო ჩამოვიდა აქა და ეს რაღაცა ეს ჩვეულებრივი მისაწვდომი. რას გამიგეთებს ახლა ეს დედაკაცი ყოფილი რაღაცა საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია საქართველოში პრეზიდენტის სტატუსი. ისე იყო დრო ატარა. ჩამოვიდა იგულავებს აქ ახლა ტრამპი მოიცლის ამისთვის დავალებების პაკეტს გამოატანს. თან არაფერიც არ წარმოადგენს. ეს არის საპატიო სტუმარი. საპატიო სტუმრებია და ვინ არის მიწვეული მე ოფიციალურად თვითონ ტრამპს პრეზიდენტს მიწვეული ყავს ჩინეთის პრეზიდენტი და ერთი რამოდენიმე კიდე რა არგენტინის ხო ჩინეთის არგენტინის დანარჩენი მე არ ვიცი ვინ მიიწვია მე მგონი არა 3 ხო დანარჩენები ჩინეთის პრეზიდენტმა ვარი თქვა და მისი მოადგილე თუ ვიღაცა მიდის პრემიერ-მინისტრი თვითონ არ მიდის ახლა როგორ დაიფასა თავი და რა წესი არის ახლა ზე სახელმწიფო რუსეთი სიტყვიერად მაინც გაუგზავნე პუტინს და მიიწვიე რა დაასწარე მით უმეტეს მასთან კიდე მოლაპარაკება მე არ შეიძლებოდა მაგრამ არ აკეთებს ამას აი ამ მდგომარეობაც მე მაფიქრებია რომ არა ხარ რა ესე იგი რატომ თუ ინაუგურაცია რა რაღაც ყველა ჩინეთის პრეზიდენტს იწვევ არგენტინისას იწვევ ტრამპისტები რო არიან მიიწვიე რა ზე სახელმწიფო უთხარი გაუგზავნე პრეზიდენტი ხარ და ზე სახელმწიფოა უძლიერესი სახელმწიფო არის თავის შეიარაღებით რუსეთი რა იჭგეპარებად ჩინეთზე ძლიერია რო იცოდეთ რა რაოდენობაში კი არის ახლა 1.4 მილიარდი რო არის ხო რუსეთი თავის რესურსებით ტერიტორიით ვერ ახედავს სად ჩინეთი სად რუსეთი კი არ მიიწვია ისე გავგიცდი რა ისე უთხარი მაინც რა კეთილინება და მე რაღაცა შეაბი და რაღაცა დაამთავრეთ ახლა ისა რა სისულელეები ხო მე არა ვფიქრობ რომ მაგან რაიმე პირადად ჩემი აზრი არ არის ის რომ ახლა პრეზიდენტი რომ უკვე თიც დაუქნევს ზელენსკის რუსეთს და ორივენი დაიჩოქებენ ამის წინაშე მაგას ავიწყდება რომ ის სივრცე საშინელი სივრცეა ყოფილი საბჭოთა სივრცე ზელენსკიც ძალიან მორტალი კომუნისტი იყო და არის და ასეა პუტინიც ამას რა უნდა გაუკეთოს ტრამპმა მე არ ვიცი თან კიდე არაფერს საშიშროებას არ წარმოადგენს ახლა რუსეთი ბომბებს არ დააყრეს მსოფლიოს ესეთი გიჟები არ არიან ცხოვრები ახლა დაიწყეს და ახლა დროს ომია ძლივს რუსეთის სიმშვიდე მოიპო აგერ ამდენი წელია რას ამოდა ამათ უკვე მოწყინდათ სიმშვიდე კომფორტი და ომი მე მგონი ამათ უნდათ და რუსები არა თუ ომის დაიწყებს შემე რუსები არ დაიწყებს ესენი არა აგერ უყურებთ კიდევ ვინ აფართოებს ახლა სამხედრო თელ ალიანს თელ დედამიწაზე ამერიკა და მასთან დაახლოებული აი ეს წევრები ჩახოს ორგანიზაციისა რუსეთის ბაზები არის სადმე მოდებული ისეთ დონეზე 1-2 აი მარტო სამხრეთ თავის ყოფილ ტერიტორიაზეა საბჭოთა ტერიტორია ეგ თulis რო თავისია ვერც შეეკამათებ ახლა ეჭხობი ახლა უკრაინელი და ქართველი ჩემია კაცო საბჭოთა კავშირის ტერიტორიას დღეს ეგ აკონტროლებს თავიდან ბოლომდე არ უნდა ამას ახლა ჩიშინპიპინი გამიგეთ
ერთი ესეთი ამბავიც მოვისმინე ამ რუსებთან დაკავშირებით. ბალტიისპირეთში, როცა საბჭოთა კავშირში შემადგენლობაში იყო, ესტონეთი, ლიტვა, ლატვიაში რო ჩახვიდოდით ქართველები და ამის მოწმე მეც ვარ, იქ ახლა რუსულად არავინ არ გელაპარაკებოდა, იცი? და ცოტა გარკვეული მოხერხულობაც გქონდა კაცო. მე კავკასიელი ვარ, ქართველი და ხო, მე რა ენაზე დაგელაპარაკო, ესტონური მე არ ვიცი, შენ ქართული არ იცი, ხო? ხო და ძალიან პროტესტი იყო, ესე იგი რუსულ ენობას ვითომ, ესეთი და არ სიამოვნებდა ნაციონალისტები რა იყვნენ, ლიტვა, ლატვია, რიგაში კიდე ბევრი რუსი იყო, მაგრამ ესტონეთში რაღაცა ვიყავით დაგოსა უნდა ამეხსნა ვინა ვარ, რა ვარ, როგორი ვარ, მაინც იცი ეს ენა არ მოწყონდათ. აი ახლა შეიცვალა მდგომარეობა და ახლა რუსულად ლაპარაკობენ და ერთ-ერთმა კითხვა დაუცვა, ვინც იყო ჩასული იქა. აი ეს ფსიქოლოგია მე მგონი ის ხალბატონი. და კი, მაგრამ ახლა რუსულად რატომ ელაპარაკებით? რუსული ენა რატომ უნდა დავკარგოთო? მაშინ პროტესტი იყო საბჭოთა კავშირში, ახლა ევროპის შემადგენლობაში ვართ და რუსული ენა ეს რა გადასარევია პირდაპირ. ჩვენ კიდე ნახეთ, კარგი, როცა რუსეთის იმპერიაში ვიყავით საბჭოთა კავშირში, გამწარებული რუსულში უბერავდით. პროტესტიც არ ქონია. პროტესტი დავიწყეთ, როცა მოვშორდით მაგას და ახლა რუსულად არ დაველაპარაკოთ არავის. ისინი ნახე უკუღმა რა. უბრალოდ ჩვენ უკუღმათ ის წაღმართ. არც ის არის სწორი, მაშინ რო არ მელაპარაკები საბჭოთა კავშირში, მაგრამ მე ამ ფაქტმა გამაუცა. ახლა მე არ მომიგზაური ამ ეტაპზე, ვინც იყო იმა თქვა, მე მაშინ ვიყავი. ხო, ისე დროს როცა წადი რა და ჩვენ ამ დროს ქართველები რუსულად აქტიურობდნენ. ყველა ქართველი ვინც არის და თოხნიდა რუსეთში და აქტიურობდა რუსული უნდა ჯარში რუსულს სწავლობდნენ. მაგალითად, არავინ პროტესტის გამო რუსულად ლაპარაკობდა ყველასთან. საქართველოში რუსებს რუსულად ელაპარაკებოდა და ის რუსი რატო ისწავლიდა ქართულს. აი ახლა ნახე რა ანტირუსული არის, როცა ჩვენ აღარა ვართ საბჭოთა კავშირში. ახლა რატო ვართ ანტირუსულში მეთქი? და ბალტიისპირელები რა ჭკვიანები არიან შედარებით რა. და გამიკვირდა უკითხვა დაუშვი. ახლა რუსულად რატო ლაპარაკობთ და ენა რა დააშავა ენა მაშინ პროტესტის გამო ვიყავითო რა. რუსული ენა რატო უნდა დავიწყოთ? რუსული ენა აუცილებელია ვიცოდეთო ენებიო და მით უმეტეს მეზობელი ენაო და ყველა ლაპარაკობს რუსულათო რა. და ანტირუსული გამოხტომები არ არის. იმიტომ რომ გავიდნენ ისინი, აღარ არიან ახლა ვიღაც და უწყებ ხა ჭხუბს. და რუსული ენა დაიტოვეს, აღორძინდა რუსული ენა, რუსული წიგნები, ვინც იცის, უფრო იაფად ყიდულობენ და რუსული ენითაც განათლებას იღებენ თარგმანები, რა თქმა უნდა, თუ მათ იმ ენაზე არ აქვთ რაიმე თარგმანი და ამათ უფრო ძლიერი სკოლა აქვს თარგმნელობის, ხა სად ესტონეთი როდის თარგმნის, ხლა ახალ რაღაცეებს, ხო? როცა რუსული ენა იცი, რუსული ენით განათლებას მიიღებ, რა მნიშვნელობა აქვს ამას? სანამ შენ თარგმნი იმ ენაზე, ან თქვათ ორიგინალურ ენაზე, თუ ინგლისური ან ფრანგული, თუ იცი წაიკითხე. ჩვენ კიდე დამოუკიდებლობის ხანაში შევიდა და დავიწყეთ ანტირუსული გამოხტომები. რუსული ენა, ეს არის უკაცრავად ოკუპაციის ენა, იტყვის, ახსოვთ? შათირიშვილმაც თუ მიაქციეთ ყველა ოკუპანტის ენაზე უნდა გითხრათ, რა, ახლა ფილოსოფია ოკუპანტის ენა, დებილი ესა რა. ეს ხო ითარგმნა. რატო არის ოკუპანტი მე ვერ გავიგე? ოკუპანტი არის მართლმადიდებლობა ამის თავში რო არის გაბატონებული. სატანიზმი. როგორი ბოდიში ხდიან, იცი რუსულს ვინმე იტყვა, იცი უკაცრავად რა რუსული ენა ბოდიში. რატო ბოდიში არ ხდი ინგლისურად რომ ლაპარაკობთ სიტყვები როგორ თოხნი და მერაბდვალიშვილი, ახლა ეგ ინგლისური იყო. არაგრამატიკული და მთელი რაღაც საწოდაობა იყო, მაგრამ გაგაგებინებს. ხო, და ახლა რატომ და იყოს ეს თქვათ მიუღებელი, გამიგეთ, ოკუპანტის ენა. და ინგლისური სიტყვები თურმე ეს ოკუპანტის არ არის. ფრანგული არ არის ოკუპანტის, თურქული არ არის ოკუპანტის. და ეს აზერბაიჯანელი ქართველი მოქალაქეები აზერბაიჯანში რუსულ ენაზე ვლაპარაკობენ, ოკუპანტის ენაზე ვლაპარაკობენ. თქვენ რატო ელაპარაკებით? ხო ელაპარაკებოდა ბევრი. იმათ რატო არ ეჩხუბებით? ერთმა პოლიციელმა ესენთხა საქართველოსდან ეს ინციდენტი რომ მოხდა მანქანით რომ გაიტანეს აზერბაიჯანელი ბავშვები თუ ვიღაცა მოკლედ თუ დალეწეს ყველაფერი აზერბაიჯანელი ესე შეშინდნენ რომ და დააყოლა რა ესე უხეში თქვა რა უტრაკო ვართ ქართველებიო ერთმანეთს ჭამთო და ნახეთო აზერბაიჯანელმა შეიკრაოსო ყველა რა ერთიანათო და ესე ხმავე რა მოიღესო რა ეგრე გადამალეს ის ქართველები რომ არ მოეკლათ არ ჩაეკოლათ რა ახეთ როგორ ეს გაიზრდება ეგ დაპირისპირება გამრავლდება საქართველოში აზერბაიჯანელი მოსახლეობა რომელმაც საერთოდ არ იციან ქართული და თოხნიან ისინი რუსულად ლაპარაკობენ და შენ უნდა რუსულად ელაპარაკო აბა აზერბაიჯანული შენ არ იცი
იმან ქართული არ იცის. ესე გინდა არ გინდა ოკუპანტოს ენაზე მაინც ლაპარაკობ. რატო იხდით ბოდის ტელევიზიით? ხო მაინც ლაპარაკობთ მაგერაზე. აი რამდენი რამის გაწმენდაა საჭირო და ეს რაღაცა სისულელეებიდან უნდა გავთავისუფლოთ თავში თორე. ის ახლა ვიყოთ ახლა მამა პაპის რელიგიით და ნახოთ ერთი ზეციერ საქართველოში თუ ყველა წავა დაიხოცეთ მაშინ და ყველა ზეციერ საქართველოში წავა. რადგანაც ახლა ცხოვრება ესა ტანჯულა რელიგია რო გაქვს დამწუხრებულები, გადაჩაჩანაკებული და თურმე ტანჯვით უნდა მოხდეს გაწმენდაება, რაც ტანჯვას თურმე ღმერთი გიგზავნის. რა შეხედულება ეს? ღმერთი ტანჯვას გიგზავნით თქვენ? იმიტომ რომ იმასთან უნდა მიხვიდეთ, საიდან ლაიცით ეგა, საწერიე ეგა. და მართლაც რო შეხედავთ გაუბედურებული ერთს რო მოусმენე ტანჯულას. რა გაუბედურებული კაცი და არის მედამითნე და აი შეგებრალება რა. აწყლები. რა არის ხალხო ეს შავებში ჩაცმულობა კიდე არ იხარიათ არაფერი. რა არის ეს და თუ ვინმე ფერადები ჩაიცვა იმავე წუთში ის არის პეჟონი და მამათმავლი დაარქმევთ. რა ვიცით რა არის. საქართველოში მაინც შავი ფერი დომინანტობს ამ გადაკიდებული მართლმადიდებლების გამო. ხო, მართლმადიდებლობის გადამყიდველი. სულ შავებში არიან ისე რა. შლილის სახეები აქვს და რანატანჯის სახეები აქვს, იცით ხალხს ბატონო, აი გული მოგიკვდებათ ბატონო, გაუბედურებული ამ შრომისგან, აი მოკლედ რა, ძალიან გაჭირვება ერთი. მე ეს რელიგია ხო ცალკე არ ვიცი, ძალიან საცოდავიერი ვარ. აი ღმერთს ვეცოდებით, რა თქმა უნდა და მუშაობს, რომ იქნებ გამოსწორდეს აი ეს რელიგია შვება მართალი ხარ ბატონო, იმიტომ რომ აი სიხარული არ არის, ღიმილი არ არის, აი სევდა ამ რელიგიას ძალიან დიდი სევდა აქვს, აი ძალიან დიდი სევდა აქვს ბატონო. სხვათა შორის ეკაბიძემ გახსოვს ბოლოს სანამ გარდაიცვლებოდა ესა თქვა რომ ქალაქში გასვლა აღარ მინდა ღიმილიან სახეს ვეღარ ხედავ. ეგ ნამდვილი ეს რელიგიის ბრალია, რელიგიის. ათეისტურ ქვეყანაში მეტი ღიმილი და ის დასთამაშებდა სახეზე ადამიანებს მართლა გეუბნებით რომ გავდიოდი თბილისის ქუჩებში რუსთაველზე იცით და 60-იან წლების 70-იან დასაწყისი. ხო ეს რელიგია დამწუხრებული უნდა იყო. ხელოვნ თუ არა უნდა დამწუხრდე. როგორ გიხარია რომ ასლაპარაკო, ესე იგი რელიგიური არ ახარ. აი რატომ არის გასაკრიტიკებელი ეს ჯოჯო რელიგია გამიგეთ რომ ეს ხადაგებს დამწუხრებას, ტანჯვას, სულ უნდა იტანჯო, ისაც იტანჯება და ამართლებს მე სახელმწიფოდან თქვა კაპიტალისტურ რაღაცა ტანჯვას ამართლებს ამას ამართლებს. აი წყობას ეგ ამართლებს. ამართლებს სიღარიბის არსებობას, იმიტომ რომ ღარიბი შევა ცათასასწრებაში თურმე ესე გაიგეს. თითქოს ახლა სოციალური დიფერენცირების გამო არის ზოგი ჯოჯოხი ვინ გითხრათ ეგა ურწმუნოების გამო არის და არა სოციალური ხო მდიდარი ჩევა 60-ში თუ ქრისტე უყვარს და სოციალური ღარიბიც ეგ არის არც ვიფიქროთ ამაზე მაგრამ მდიდარს გაუჭირდება თუ იგი სიმდიდრეზე აქცენტს იღებს და სიმდიდრეა მისი ღმერთი მამონა ესე იგი გაგიტევ ხო კაცო პირდაპირი მაგალითი ვნახე იმ პიროვნებისაგან ეგ მართლმადიდებლებს დედა რა მოტეხილი რა გაუბედურებული აი მორწმუნე ვარ თქვა აი მეც და ყვება ზღაპარს ხო აი იმღერა მაგან რაღაცა ნიჭიერში იმღერა ხო გვარდასახეს არ ვიძახი უბრალოდ რა ხო მაინც ძალიან გრძნობიარე ვარიან და განსაკუთრებით მე რომ ისმენ ძალიან ცუდად არიან ხოლმე რა და მემბრალები ახლა მართლა თვითმიზანი ხო არ არის ადამიანს გადამუვარო და გადაჭეკო რა ხო და გაუბედურებული გასაცოდავებული საკვალარეული და თან ამას ასაღებს აი მორწმუნე ვარ ხო და დარჩე მარწმუნაში ინგლისლის კაც იყავი კაც ვარ გეჩხუბები არაფერს რა რაც გინდა ქენი რა ვიცი რომ ესე ქვეყანას ვერ ააშენებ და თუ ეხლა ტანჯულა ცხოვრება გინდათ მაშინ რაღაც გინდათ ეს ევროპა ამერიკა და ყველა დაჯექი და იტანჯეთ მაშინ რა რატომ მინდა ტანჯულისგან განთავისუფლება მინდა მე რო ვიტანჯებოდით ამიდან გამოსავალი ესო ქრისტია სხვა არავინ ხო თუ უკვე გვემშვიდობებით და გვიანია მაშინ უბრალოდ პატარა რაღაცის თქმა მინდოდა 1-3 წუთი თუ გვაქვს. არა, გაქცევი არ არის პრობლემა, დიალაპარაკ. კი ბატონო, აი პატარა ის მინდა გავიხსენო, მე პატარა ვიყავი და როგორც მოგიხსენებათ, პატარა პრობლემა მქონდა თვალზე და დავყავდი ხოლმე ჩემებს, ესე იგი ბიზა ჩემი რუსეთშია და იქიდან ჩამოიტანეს ვიღაცა დედამატრონეს ხატი, კიდე ჩამოიტანეს დედამატრონეს ლოცვები რუსულ ენაზე, ჩამოიტანეს ზეთი და ის რა ქვია, დედამატრონეს პატარა ხატი, რომელიც გულზე დამიკიდეს, ოქროს ჩასმული,
გვალი ესეთი პატარა ჯვარის მაგივრად უბრალოდ ჯვართან ერთად დამიკიდეს რა მე ამბობდნენ მარტო ჯვარი უნდა იკეთოს აბა ორივე უნდა იკეთოს მარტო ის ხო არ გავუკეთოთ და სიგიჟეები მესმოდა ერთ სიტყვით და მე ახლა ვარ 12 წლის 11 წლის და მე წამიყვანეს და ყოველ კვირას თუ შაბათს უფრო მე მგონი შაბათს მივყავდი ხოლმე მცხეთაში გიჟი გაბრიელას საფლავზე და მედო ძალიან დიდხანს თვალი მედო მიწაზე ძალიან დიდხანს უბრალოდ ძალიან დიდხანს არ გვაჩერებდნენ მაგრამ აი რამდენიმეჯერ მივყავდი რა ორჯერ სამჯერ რიგი იდგა სერიოზული რიგი იდგა და ჩვენი დრო რომ მოვიდოდეთ თქვა მიწას რო შევხებოდით და საფლავზე თავი დამედო და ჩოქილიყავი და თვალი დამედო მიწაზე თვალი უნდა დამედო რამდენჯერ შემსვლია ის მიწა თვალში ოღონდ ესე კი თან ერთხელ მეორეთად შეიძლება მივეყვანე მესამედან წამება იყო ჩვეულებრივი და აი მას ხომ იკეთებდნენ იმ ამაზები ზეთები ლოცვები აბა თავზე მოიფარავდნენ და ყოველდღე რა ვიცი მოკლედ რა ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით და აი ესე როგორ დავბრუნა ღმერთმა იცით კლასში ვიჯექი და ზარი დაირეკა დღემდე არ ვიცი ჩემმა კლასელმა რატო ესე ადგა ჩემი კლასელი მე 5-6 კლასში ვარ ზარი დაირეკა თუ არა აბდექი შევხედე, გავიხედე მარცხენა მხარეს, მოდის ჩემი კლასელი და პირდაპირ მუშტი დამარტყა თვალში. ოღონდ დღემდე არ ვიცი რატო ვიჩხუბეთ მაშინ. მიზეზი არ იყო მაგის. საერთოდ მაგანაც არის სტრესი რა, აი დღეს რა მე წლის წინ გავიხსენეთ ეგ, გახსოვს ბიჭო ხო, რავი, რაზე ვიჩხუბ. იქაც არ მახსოვს. საერთოდ რაზე ვიჩხუბ. უბრალოდ აი ესე ადგა და დამარტყა თვალში და რა მხედველობა თქვა და ისიც კი დამიკარგა. აი ისიც კი დამიკარგა რა. და ამდენი ხანი მატარეს ამ გიჟ გაბრიელასთან და რაღაცები მისვეს სახეზე. ხო და ხე ნაყოფით იცანიო, ხო? ანუ რა ვიცი, ვერ მიხვდნენ რა ხდება, რატომ მიკეთებ ამას და ეხლა ეს რატომ მოვიტანე იცით მაგალითად? წარმოგიდგენიათ გიჟ გაბრიელასთან ის ეს ხო გიჟია და ეთქობა გიჟ გაბრიელასთან ხო მიწაზე თვალი მადებინეს და ილია მეორე რო გარდაიცვლება. ეხლა ილია მეორე ხო როგორც თქვენ თქვით და სწორია. ღმერთის თვალით უნდა უყურო. იღუპება და ღუპულია და ვაი თუ ისე წამოვიდა რომ არ მოინანია თავის ცოდები. ვაი რა ელის იქ მას ხო? ვაი და ღმერთთან გაარკვევს თავის საქმეს. მაგრამ ის რომ წავა ამ ქვეყნიდან და რაც თქვენ თქვით და მე გეთანხმებით შეიძლება საერთოდ ესე იგი არც დამარხვენ რა. აი მამა ისა გაბრიელას საფლავზე ხო თვალი მადებინეს მიწაზე და მაეგრო გარდაიცვლება შეიძლება აი ესე დატოვონ უბრალოდ რაღაცაში ჩადონ და უკვე აი ესე უყუროთ დაჟე ერთხელ მომენტი იყო რომ გადმოასვენეს ეს გაბრიელა და მაგას გამაზარდნენ ჩემები და მიმიყვანეს იმაში რა ქვია სამებაში და ესე იგი რიგში ვიდექით რომ რის რიგში ვიდექით ნახეთ იყო კუბო და ამ კუბოს ზემოდან ჰქონდა შუშა და აქ იყო გახსნილი სხეული და შიგნით. აი რა შემზარავია და რიგით მიყვებოდა ხალხი და ხელს ადებდა რა, ხელს ადებდა ამას. და მეც რიგში ვიდექი, ერთჩემთან ერთად. და რაღაც ერთ 9 საათიანი რიგის მერე ჩემი დრო მოვიდა. ესე იგი ვერ გეტყვით. დღემდე მახსოვს რა, აი რამის გული წამივიდა რომ მეუახლოვდი რა. ისეთი საშინელი გრძნობა, აი რამის გული წამივიდა, აი თავბროდ ამ ვითი შეგოდი რა. დღეს რომ მახსოვს ეს რა საშინელება იყო რა. ესეთი საშინელება არ ვიცი და ადებდნენ ხელს. არც კი გავიხედე საერთოდ. პირდაპირ შუშა ქონდა ზემოდან, რაღაც გადაფარებული შორიდან დავინახო რაღაცა შავად ჩანდა. არც კი გავიხედე და აი არ ვიცი ამ ყველაფრის მერე აი ეს ქვეყანა რასაც ეხა ბატონი თორნიკე საუბრობდა და ბატონო რეზო თქვენ ხო საერთოდ საუბრობთ ამ თემაზე და მართლა ის ილია მეორე რომ წავა ამ ქვეყნიდან არ სიზავენ არ ვიცი რა ალბათ რა აი გაბრიელა გიზზე ხომ მოგითხარით რაც იყო და ეს შემზარავი იყო რომ ვიხსენებ ეს იყო უბრალოდ შემზარავი და ან შვილი არ ეცოდებოდათ ან რატო ეგონათ რომ მაგითი მემხედველობა დამებრუნდებოდა პირიქით უბრალოდ დამცხეს თვალში და რატო დამცხეს დღესაც არ ვიცი ანუ რატო ცდილობდნენ ის გულსაბმევით რაც მედო ის ოქროსი რაც ჩამომკიდეს მომწყდა და მეტროში ჩავარდა აი ესე აი რა ვიცი როგორ გამწყდა არ ჩავარდა მეტროში აი მომშორდა სულ ყველაფერი რა და არ ვიცი რა აი ხო საინტერესოა რა და ამ ყველაფრის მერე კიდე ამაში ზიხარ დღე-დღე ხატები გამოფენილი მე ვერაფერს მიაღწია ამ შენი მე ვით რა ქვია საფლავებზე სიარულით და ასე შემდეგ და კიდე მაგაში ზიხარ ეს ჩემ შობლების მიმართ მაგრამ რა ისე თქმაც მინდოდა ამ ყველაფრის შემხედვარე რას იზავენ
ილია მეორის სხეულზე არ ვიცი და ალბათ მართლა არ დამარხავენ რა. ახლა კერპი ჭირდება საზოგადოებას და ხო იცი რაღაცა უნდა დაუდგა, როცა არაფერს არ აძლევ მატერიალურს. რა თქმა უნდა იქნება შეიძლება იყოს ბოლოვე ერთკვირიანი, სამდღიანი, ხო, არა, იქნება როგორ არა ეს ჩამოვლენდება, ხო იცით ახლა ამდენი სხვათა შორის ხო იცი მიღებული არის რაღაცა ჰიპნოზი აქვს მოსახლეობას, იცი? და შეიძლება გადაწყვეტილება მიიღონ, რომ აი შუშაში ჩასვან და რატო შეიძლება ბალზამირებით შეიძლება თეორიაში გააკეთო მავზოლეუმი ხო არის კაცო სოფლიოში არის რამოდენიმე მავზოლეუმი რო იცოდეთ ჩინეთში არის აგერ მოსკოვში არის ბრიტანეთში არის მავზოლეუმები აი შედით ინტერნეტში ნახეთ რამდენი მავზოლეუმია დღეს სოფლიოში ბევრი არ არის მაგრამ 5-6 რომელ ქვეყნებშია ნახეთ და რატომ არ შეიძლება რასაც იცახთ იმიტომ რომ უდიდესი კერპია ქართულ სივრცეში ეგა და ეხლა ეგ როგორ გარდაიცვალა და დავმარხეთ ეგრე სად არის იდეები ხო უნდა იყოს და ამოსხივება. ხო, სადაც გაბრიელა ამოთხარეს და დადეს იქა და ხელს ადევინებდნენ. ვცნაურია რა ფანტაზიებია ესა, რა არის? სასწაულებს ახთენს, სასწაულების ეპოქა არის, ან რა უნდა იყოს სასწაულები, რასაც აკეთებდა იესო, ეს რეალობაა და ნამდვილი არის, მაგრამ გაბრიელიას გვამი ბიბლიის თანახმად გვამს არ მიეკაროთო არ არის საჭირო ეგანი. პირიქით კოცნიდნენ გვამს რომ გარდაიცვლო. ცოცხალი იყო კაცი არ კოცნიდნენ და მე ეს რიტუალები იყო ახდიდან კუბოს და სანამ დამარხავდნენ იყო ლოშნა და ძალიან მერს აწუხებდა ეგა, მაგრამ რიტუალებს ასრულებდნენ გიждდებოდი რომ უყურებდა მას. საერთოდ ჩემი გონებაც ამხრივ თავიდანვე კრიტიკული იყო, იცი, სოციუმის მიმართ რომ ისედაც ცხოვრობდი კომუნისტი, არ ვიყავ არც კომკავშირელი არც ის. ეს პროტესტით კი არა. არა რა რაღაც მართლა არკვეული პატევინცა რა ვიცი რა. ხო არ გამივლია რა ეს კურსები რა ეს სკოლა და თელი ამბით რო იციან აი ექსტერნად დავამთავრე და მე ინსტიტუტში უკვე ესეთი უკვე კრიტიკული ტიპი შევედი ინსტიტუტში კრიტიკულად უყურებდი ყველაფერს რა ეს წყნარად და მშვიდად არებს არ ვეხიფიშებოდი არ მიყვარდა მე ეს პროტესტანტობა რა რომ აი ანტი რაღაცა გამოსვლები და აი გადახაზვა იმისი ამის ჩემში არ ჯდებოდა ეს რაღაც პიჟონური საქციელები ხო იმიტომ რომ თურმე მე ვისწავლე ეს კანონზომიერებაა და რასა უჯაყდე თავლოდები და თავისი დრო მე თავარი მე არ მოვიწამლო. და ეს უნდა მოსახლეობას. ამ მოსახლეობის რა არის სასაცილო და რა არის ჩემთვის ეს რაღაცა მიუღებელი. მთელი ეს მოსახლეობა ხომ ახსოვს როგორი უძრაობდა კრემს. საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა ყველაზე მაგარი აი ესეთი პათხალი იყო საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა. ბალტიისპირელები არ იყვნენ ეგეთები. ყველაზე მაგარი პათხალიმი იყო აი უძრებოდნენ რა რუსებს, კრემს, ნუ კომუნისტურ რუსებს. აი ჩამოყავდათ, მიყავდათ ბრეჟნევი ჩამოათრიეს, გამიგეთ იყო ერთი მე ყველა რიგში კოცნა ეს ტუჩებში ეს აქვია ვერი კვანჯაფარიძეები და ესენი აი ეგ ძალიან ის იყო რა გული სამრევი რა. და აი ახლა ყველა ეს ხალხი რომ ბევრი ცოცხალი სახეზე არის. აი ეს ხალხი რომ მაგათ აგინებს, ცოტა რაღაცა აფსიამონებს, იცი? აი რას გვიმტკიცებ ამით მე ვერ გავიგე. რა თქმა უნდა, ხო მახსოვს შენ როგორ აი იგივე ლანა ღოღობერძე რო პროევროპელობს რა ვითომ. არ ვიცოდი, მაინც ამის გამოსვლები ტელე ვინ მინდა თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, მე ხო მახსოვს ყველაფერი. შე კაი მეხსიერება მაქვს, ხო იცით მე. ყველა ციტატებს ყველაფერს გავიხსენებ ფილმებიდან, რაც ვიცი, ყველაფერი შემიძლია გავიხსენო, რომ არ ჩავიხედო ციფრები. ეს ლანა ღოღობერძე რადიოში ტვინი გქონდა ამოჭიმული ტელევიზია არ წავიდოდა, რომ ესენი არ დაესვათ. ყველა ეს შემოქმედი რობერტ სტურუები ისენი იცი რებს იზავდნენ და ახლა როგორ გაღიზიანდებოდა ისე ვინც ანტი ის ანტონი იყო განწყობილი აი აგინებდნენ რადიოსაც ურტყავდნენ მე მამა უსმედით გაბრაზდებოდა და რატო ბრაზობთ კი რა არის ახლა ამით რას დააკლებ რა ხიზიანდებით რატო ესე იგი თქვენ სიმნაირი ხართ ხო ესეთ საუბრები ქონდა ჩვენ ახლობლებში ხო ეს უნდა მოსევები ახლა რას ამტკიცებენ იცი რომ რუსეთი ასეთია, რუსეთი ისეთია, ბოროტება. შეიძლება ტვენი ამოგვილეცე შენ როცა იყავი მაგათთან და ყველაფერი ამისთვის ქონდა კარგი კეთილდღეობა. ამ ქებადიდებას ისინი ერთგვარად უფასებდნენ პირდაპირ გაგებით, ფასს აძლევდნენ, უშვებდნენ საზღვარგარეთ. მოსახლეობის ინტელექტუალები, ესე იგი, შემოქმედი კოლექტივი. აი 90%-ზე მე თუ ასე არა. მთლიანად უძრებო კომუნისტურ რუსეთს. და მაგის გულისთვის ხალხს ყავსაძვრებენ თუ ინმე გამოხდებოდა და თავი გამოიჩინა ედვარდ შევადაძემ, როცა დისიდენტური პატარა ახალგაზრდები გაუცნობელები რასაც აკეთებს, სულ ყველა დაიჭირა და 5 წელი მიცა. დედა უტირას სულ ყველას ფსიქიატრიაში გამოამწყდია.
უმტკიცებდა ერთგულებას. აი ეს აყროლებული ედვარდ შევარდნაძე და მისი ეს გათასირებული შიოლაშვილი ხლა როგორია. აი მოკუნტა ღმერთმა რა. ერთი სიტყვა არ უთქვი ამ კეთილძახს ამას რა. აკურთხა გამსახურდია და მის სიკვდილის შეხვდა გახარებული რესტორანში ჯაბა იოსელიანთან ეგ სურათი მაინც არ გენახოთ ინტერნეტში რა. ეს რომ არ გეგონოთ რომ ვიტყუებით. ქვეყანა არის რაღაცა გზაკვალარეული თან კიდე ამ გახსნილმა შიოლაშვილმა ჩამოათრიეს შევარდნაძე მთელი მოსახლეობა დაუჩოქა. ამ შევარდნაძემ რა გააკეთა ბიჭები რომ დაახოცინა სასწრაფოდ. რა იყო ეს რა სწრაფად ახო 20 წლის ბიჭები რა დააშავეს თო ქვეყანა აფეთქეს რა არის კი რაღაცა გაუგებრობა მოხდა მაგრამ შექმნეს აჟიოტაჟი ვითომ არ გადაესხნენ რა ეს თვითმფრინავი დააჯინე რა არის თოფშროლა არავინ არ იცოდა რაღაცა ტეტეთი რა უნდა გააკეთო რა ბიჭებმა არც იცოდნენ 5-6 ბიჭი იყო ერთი გოგო და დედა ბიჭო 83-ში და მის დახვეტას ხელი შიოლაშვილმაც მოაწერა მაგიტომ არის რომ ვისჯებით იცი 9 აპრილზე რა გააკეთეს ეს ტრანდენი წინაპირობდა ეს ყველა ერთად ახლა რუსებს აგინებს რა ეჯო ყველაზე მაგარი პათხალიმი მოკავშირე რესპუბლიკა იყო საქართველოს რო იცოდეთ და შესაბამისად კაი დივიდენდებიც იყო მესამე კატეგორიის თუ მეორე კატეგორიის ყובה მომარაგება იყო რო იცოდეთ აი ამიტომ მომჟავანაზეთ რომ რა ვიცი სულ ისენი იყო სახაჭაპურეები და საპერაშკები საკუპატეები დღევანდელ აი აღმაშენებლის პლეხანოვზე რა ყოფილ პლეხანოვზე ეს რო არ მახსოვდეს მე და ეხლა აღარ ბრაზობ არ ვღიზიანე მაგრამ როცა დაიწყებენ ვითომ ანტირუსს აი მინდა რომ იმას დედავაკინო რა რა საჭიროა ეგ რა გინდა ეგ აი რა საჭიროა დავამთავროთ წავიდეთ სხვა ქვეყანა ვაშენოთ აღარ გვინდა რა არ გვინდა ეს ბუათ ისევ რუსეთი ხო არის ბუათ ისევ რუსეთი ხო გამოვედით კაცო მაგიმიდან არა მინ გამოგიყვანს ეგ მართლმადიდებელი აგერ არ შემოიყვანეს ტანკებით აგერ არ წაიღეს ტერიტორია თან ლამაზი ტერიტორია ხო არც ერთმა ქართველი მარიზის რა დაკარგა და გონიათ ამას ბიძინა ივანიშვილი დაგიბრუნეთ რა საპარაკობ ხალხო ეგეთი რაღაცების დაბრუნება ისტორიას არ აქვს ტერიტორიებს არასოდეს არ იბრუნებს არავინ აი ესე მოლაპარაკისავ ტერიტორიას ისე ძალით თუ როგორც დაკარგე უმწეობით ასევე ძალით თუ შეიძლება ძალას დაიბრუნებ ისე ვინ დაგიბრუნებს რატო დაგიბრუნებს რატო უნდა დაგიბრუნოს აი ამიხსენი რა აი ტიპები ვართ კი არა მეტი საშიშროება მეტი ტერიტორია არ დავკარგოთ ჩვენ და არ გამოვცხადეთ მე რაღაცა გადასაყრელერებად თუმცა თუ გაგრძელდება ეს მდგომარეობა თანდათან ქართველები ტოვებს მაგ ადგილს სამუშაოდ მიდის დიდხანს წყლობით და ახალგაზრდობა ესე აუწყობელი ცხოვრება როა მე უკვე კლუბებში უნდა გაერთო ამ რაქნან ახლა დედმამა არა რაქნას ახალგაზრდა მითხარით აი ახალგაზრდა რაქნას ნორმალური აი რაქნას კაფებარებში არის სადიეროს რა საჭადრაკო კლუბებში ჭადრაკი ვათამაშოთ წავიდე ეგ დრო გაიხსნა ცხოვრება ყველას უნდა რაღაცა სიამოვნებას ეზიარო ცოტა ხანს ცხოვრობენ და აი ესე არიან და აგერ ეს რელიგია კიდე თავისთვის ესეც ხო დროს ატარებენ ახლა ყველა მოდელი რომ ნეტარი არის ეჭვი პარიბად ის უნეტარესია შიულაშვილმა ხვდელი ყველა ნეტარია არიან გულაობენ გრიალებენ რა ვიცი რომელიმე მოდელი მაშინ სარდაფში თუ ცხოვრობს რომელიმე მოდელი ან ქოხში ბიზნესებში არ არიან ანტონა როგორ არის გადახედა როგორ ჩაეპეყვება მანქანაში შოფერი მსახურება ბიზნესებია სამშენებლო ბიზნესი აი იგივე ცავა ვითომ ის არის იცი რა ბიზნესები ქონდა მაგასაც სინოდის ყველა წევრი როგორ არის იცი მიმიქარავს დეპუტატები რა გონიათ მარტო ისინი არიან მილიონერები და ეს არა ჯაღმაიძეს ის ბიზნესი არ არის წილში არ უსის აი სკოლა რო არის რაღაცა ვასაცის მაგას იქა ჯაღმაიძე ყავს იქა აბა ასე რომ ჩვენ ქვეყანას ახლა ის მარტო ეს თემურ გიორღელიძის ისენი მერუშველის ახლა რაღაცას და ამათი კიდე პატრიოტული მოტივებით პატრიოტიზმი გადაარჩენს ქვეყანას ეგ არის რა ვიცი ეს არის თუ არის ზღაპარი რა პატრიოტიზმი რა ქართველობას გადაარჩენს ეგ კარგი იცხოვრეთ რა ერთი რა მოკლედ სახელმწიფო თუ დაიკარგებ ეგეც არ არის პრობლემა თქვენ თუ იცხოვრეთ იმ სახელმწიფოში სადაც ნორმალური სახელმწიფო იქნება რა მნიშვნელობა აქვს ახლა ქართული დროშა გექნება თუ ჩინური რა მაშინ ასე რაღა გაძლებინებთ უცხოეთში ვართ მაშინ უცუდად თუნდაც ვიყოთ აქ ჩვენ
მე მინდა სახელმწიფოში ცხოვრება, რომ სახელმწიფო ჩემი ინტელექტისა და ფიზიკური რეალიზაციის საშუალება მომცეს და არ დამჩაგროს. და რა თქმა უნდა, ქართველობა და სიღატაკეში აღმოჩრეს სული და რაღაცა ვერც ამუშაო ვერაფერი და თან დამჩაგრონ და რო არ დავიჩაგროს ძმაკაცებს უნდა ვეტენო და მან იცით რატომ არის ეს სამეგობრო წრეები? იმიტომ რომ მარტო კაცი მანდ ვერ იცხოვრებს, იმიტომ რომ მარტო ხან ინდივიდუალობა აქ არის, მანდ არის კოლექტივი, იმიტომ რომ აქ კანონით შენი ინდივიდუალობა გაგიძღვება და წახვალ და თუ გინდა ისე ყავდეს ეს მეგობრები, მაგრამ მანდ მეგობრობის დანიშნულება არის რომ მოხდება იქა მე იქნებ დაგეხმაროს, დაურეკავ, აგერ მეგობარი ყავს ნაცნობი სამეგობრო ექიმი, იმასთან მიხვალ რიგის გარეშე, პარლამენტში გიზის კიდე მეზობელი, თქვა კლასელი. და მეგეთ რატო უნდათ ნაცნობობა ერთმანეთს რო დაძდებენ? გულის ამრევია რა, ხო გითხარი თემური წყობილებაა მანდა, თემური, თემები არის. კლანური, თემური. სახელმწიფო მაგას არ ქვია და ამიტომ რაც სახელმწიფო რა უნდა იყოს ახლა საბჭოთა კავშირში იყო საბჭოთა რესპუბლიკა, ეხლა 50 წელი არის კრიზისი და ხალხი გარბის. მკვიდრი მოსახლეობა თუ გარბის, მანდა დასაყრდენი ეგ არის შემოსული ხალხი რომ გამრავლდება მანდა ახლა შენ კიდე ქართულად დაგიწყებს ლაპარაკს. ასე რომ ეს კრიზისი მართლა გრძელდება და თავარია რაკეტა არის რომ ხალხს და ცხოვრობენ და გაიხარო რა პრობლემა ერთი პადომა ეს ახლა ქართველი და ცხოვრობენ ელემენტარულად თუ სამსახური გაქვს სახლი გაქვს აი მორჩა რა თუ კარგად გზნობ თავს თუ არაფერი არ გაქვს აგერ გააღწევ მანდიდან წახვა და ბოლო აგერ როგორც ტყისკაცი არის ტყიდან იქა საჭმელი მაინც აქ გაღვიგვინებული ლოყები აქვს და ერთობა იქიდან ტყიდან ალბათ პატრიოტი არის ტყიდან პატრიოტი იქით წულაია და ისეც ტყედაველად დადის და ეგეც რა ვიცი ეგ ევროპელობს ის პატრიოტობს ქართველოს უცნაური ერია რა ქართველი რა ამას კი არ სწავლობენ რასაკეთებს გარეთ გასული ქართველები რომლებიცაც არც მოქალაქეები არიან არც აბუთი არ აქვს და აი რასაკეთებენ ეს შევისწავლოთ რა და რა მაიძულეს ხალხი გაყრილიყო გარეთ და მანდ კიდე გაბატონდნენ ბიზნესმენები და ჭამენ სვამენ და ძირითადად არის დიდი ქარვაცლა საქართველოს ვინც მილიონერია მანდა რის საფუძველზე მილიონერი ფაბრიკა ქარხნები კი არა აქვს მარკეტებში არიან კაზინოების აკონტროლებენ აი ეს რესტორნები აი ეს შემოსავალისა ძირითადად კვების სექტორი არის და მე შემოსული თანხებს ატრიალებენ ბანკებში არიან მოყიდიან იყიდიან იაფად გაყიდიან ძვირად და ამ ასე ცხოვრობენ და რატო შეგიქმნიან ახლა ისეთ პირობებს გამიგრო თვითონ გამოითოფონ თავი და რა ქარხანას აგიშენებთ ბიზნესა ნეტა რა უნდა დადგას და ნეტა რა უნდა გამოუშვას ამან რა აი რა უნდა გააკეთოს აგერ ბიზნესა ხო 9-ზე წვევა 10-ზე დგება მოტყდა წასულია და ნახო ახლა სანქციები თუ ბიზნესს გადააგდებს რა ვიცი ვერც სანქციები გვიშველის ჩვენ ვერც ბიზნესს შეცვლა გვიშველის და ვერც მთავრობის გამოცვლა ეგრო საშუალო იყოს და არ ვილაპარაკოთ მაგარი სირეგვენია აბა კითხვა ესეთი რა ვქნათ ეს მაგარი რა ვქნათ გამოსავალი ადამიანში ეგა და ადამიანს არ უნდა თვითონ შეიცვალოს არ უნდა ხო ხედავთ აი რესტორანს ვერ გაცდა ქართული ცნობიერება რა სახლშია რესტორანი გარეთ არის რესტორანი საჩხუბობენ რესტორნებში როდის ჩხუბობენ რესტორნიდან გამოსულები ეგრეა იქაც ხო რესტორანის გარეთთან არ გაილახა ის რა ქვია ეს ჭიქარო ესროლა იმაზე მან დაადო და როგორც ძროხის ფუნა ისე რომ დაედო ასვალს აი ეს რო არის რა ქვია გახარია სირცხვილი რა მე არის რა ქვეყანა არის და მღვდლები კიდე გულაობენ აბა ერთი მღვდელს დაარტყით აბა გაბედეთ აი ესეთი ავტორიტეტი რო არის მათ შავი ავტორიტეტი შავები რო არიან შავი გაგების მღვდლები ყავს ჩვენ კრიმინალები ძალიან ბევრი კრიმინალია ყოფილი მანდ ხო კაცის კულელებიც არის ბევრი აი ჯაბოსთან ბევრი ჯაბოსანი მათ შეაფარა თავი გარეთ რომ ვერ გაიქცენოს და ჯაბოსანი არ არის იაკობი და ეს აბავიან შმაკები არიან რა ის რა ჯაღმაიძე მოსკოვში რა ეგ არ არის მაგას არ მოუკლია რა ვინ ნაცი ხარი არ არის კიდე ისაკაძე რატო გახდა ეს ავაზაკთა თავში საფარი მე არ მესმის ხო და მე რა მოინანიეს კი მოინანიეს გადარჩევა მაგრამ მართლმადიდებლობაში მონანიებით ავაზაკის ჩები ისე ეგ რა მონანიება არის ქრისტე მიიღე რადგან ეგ რო შეაფარე თავი აგზელე სეკულარული ცხოვრება ქრისტიანი მორწმუნე იყავი რა სოციალური სივრცეში შენი პროფესიით უფრო არ გამოგვადგება ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრო და მღვდლად მომევლინა გიგენაძე გვარგადაკეთებული და აშტერებს ხალხს ფიზიკა უფრო საინტერესო არ არის ეს განათლება და ბევრი რაღაცეები გვჭირდება ჩვენ
ტექნიკური განათლება, სულ ყველა რო გადაწვიდა ამ ისტორიებში და ფილოლოგიებში. და ვართ ესე და ვერთობით. ისა კი იცმევს და ახურავს ქართველებს. ხათ ტიტულიერი არა ვარ, თავი არ მოგვეჭერები ახლა რო გადახედავ და კარგად დაშმოტკილები არიან. ამ აქციები მე გაჩვენა. აცვე, იცით როგორი დასაცმელები აცვიათ? ასეთები აქ კანადაში მე არ შემხვედრია. რიგით ადამიანებს ეგ ასაცმელს ყურადღებას არ აქცევენ. თავარია პრაქტიკულად არ შეგცილდეს, აი ესო ბრენდი იყიდო და რაღაცა. ამისთვის ფულს არავინ არ ხარჯავდა. ვისაც აქვს იყიდოთ, რა არის ძვირადღირებულია. მაგრამ ასე მე ასაცელი მიგიღოს ვინმე ჯერ ერთი სამსახურებში უნიფორმით დადიან. რა აზრი ხალხი მაგარ ასაცელი იყიდე სამსახურში მაინც გეტყვიან ის ამ ფორმით უნდა იარო. ორჩა არის სამსახურები იმ უნიფორმით დადიან. მარტო პოლიციას კი არა აქვს უნიფორმა. ბანკებში არის უნიფორმები, მთელი კორპორაციებში არის გეუნებიან ამ ასეთი ფორმით უნდა იარო. და ან გაძლევენ, ან შენ უნდა იყიდო, ან რაღაც ამდაგვარი არის. საქართველოს კაცო ეს ჯერ კიდე არ შემდგარი ქვეყანა არის რა. აქციებზე დადიან და ეპრანჭებიან ერთმანეთს. გეტილი, ამით გემშვიდობებით და დიდი მადლობა თქვენს ყველას ამ დროებით კარგად.